მოგესალმებით, ტელემაყურებლებო, დღეს ეკონომიკური სტრატეგია აგრძელებს გადაცემათა ციკლს, სადაც ჩვენ ვისმენთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშს, სადაც ჩვენ ერთგულ ტელემაყურებლებს, ჩვენი უწყების მინისტრები გაბარებენ ანგარიშს იმასთან დაკავშირებით თუ რა პროგრამები მუშავდება, რა პროგრამებზე მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება. ჩვენ მოვისმინეთ სამი მინისტრის მოსაზრებები ინტერვიუ ამ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს გვექნება ინტერვიუ ალბათ ყველაზე უფრო საკვანძო სამინისტროსთან, სადაც ორი უზარმაზარი სტრუქტურაა ერთად გაერთიანებული, ეს არის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო. ჩვენ მოვისმენთ ინტერვიუს მინისტრ ბატონ დავით ბალაძესთან, ხოლო შემდეგ გადაცემის სტუმრებთან ერთად ქალაქ ბათუმის ყოფილ მერთან ბატონ ირაკლი თავარქილაძესთან და ეკონომის ჯოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ პაატა აროშიძესთან ერთად შევეცდებით გავაანალიზოთ ის თემები, რომლებზეც მინისტრმა თავის ინტერვიუში გაამახვილა ყურადღება. ეს არის ერთგვარი შემაჯამებელი ინტერვიუ, ზოგადი ინტერვიუ, რამე თუ უფრო დაკონკრეტებული პროგრამული მიმართულებები წარმოჩენილი და წარმოდგენილი იყო წინა ჯანდაცვის სოფლის მეურნეობისა და განათლების მინისტრების ინტერვიუებში. ამდენად ვფიქრობთ, რომ ეს ინტერვიუ წარმოვადგინოთ თქვენ წინაშე დაჭრის გარეშე, ანუ ცალკეული თემატიკის დახერხვის გარეშე. შესაბამისად, ახლა რეჟისორს თხოვ გაუშვას ეს ინტერვიუ, ხოლო შემდეგ გადაცემის სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით და გავაანალიზებთ ერთობლივად იმ თემებს, რომლებზეც ბატონმა დავითმა ისაუბრა ჩვენთან. ჩვენი სამინისტრო უდაოდ არის საკვანძო სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ამიტომ პირდაპირ საქმეზე რო გადავიდეთ, ზოგადად ვისაუბროთ ბიუჯეტის თვისობრივ სხვაობაზე, რომელიც იყო თქვა 2012 და მანამდე წლებში, ანუ წინა ხელისუფლების პერიოდში და ახალი ხელისუფლების პერიოდში. გარდა ამისა, თქვენ როგორც მინისტრი, რა პრიორიტეტებს ხედავდა, რა პრიორიტეტებით მოხდა გადანაწილება ამ ბიუჯეტისა სამინისტროებისა და პროგრამების მიმართულებით. პირველ რიგში მოგესალმებით. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან კარგი საუბარი გვექნება. მე პირველად მაქვს ესეთი ინტერვიუ, როდესაც ყავს ეს თქვათ ვეწერები ადამიანს, რომელიც ეკონომიკურად კარგად არის განათლებული და შესაბამისად მარტივი არის მასთან საუბარი და შესაბამისად საუბრის გაგრძელება. რაც შეეხება 2013 წლის ბიუჯეტს, 2013 წლიდან ავიწყებ, უფრო ვინაიდან მე 2013 წელს ჩავიბარე სამინისტრო. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, როგორც ეს ვთქვათ, რეგიონის ეკონომიკური განვითარებაზე ზრუნვა, საინვესტიციო პოტენციალის გაუმჯობესება და ინვესტიციების მოზიდვა, ასევე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო სამინისტრო სტრუქტურის ჩამოყალიბება და შესაბამისად ბევრი ცვლილებების გავაკეთეთ ამ მიმართულებით. დღემდე მიმდინარეობს ეს ცვლილებები და როგორც მოგეხსენებათ, ერთ დღეში მყისიარად ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამ ცვლილებების გაკეთების დროს ვიყოთ ობიექტურები. თქვენთვის ცნობილი იქნება ალბათ კონკურსები, რაც გვაქვს ჩატარებული, ყველგან დაქირავებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული თავისი ტექნოლოგიები. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რეგიონის ეკონომიკასთან ერთად დავუხვეწოთ იმ თანამშრომლების დონე, რომლებიც ამ სისტემაში იქნება ჩართული. მოგეხსენებათ, როგორც რეგიონის დონეზე, ქვეყნის დონეზე საკმაოდ დიდი პრობლემა გვაქვს კვალიფიციური კადრების და შესაბამისად ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით, ასევე ჩვენს თანამშრომლებს აუმაღლოთ კვალიფიკაცია. რაც შეეხება უშუალოდ ბიუჯეტს, რომელიც უკვე მიმდინარე წლის ბიუჯეტი არის 2014 წლის, რომელსაც პროგრამული ბიუჯეტის მიმართულებით განვითარდით. ეს ბიუჯეტი არის, ეს ვთქვათ, გრძელვადიან პროგრამებზე გათვლილი და არა ასიგნებების ათვისებაზე, რომელიც წლების განმავლობაში ხდებოდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ბიუჯეტის დაგეგმარების დროს ჩართული არის როგორც ყველა სამსახურები, რომელიც ბიუჯეტის იგეგმება და შესაბამისად ყველა სამსახურის უფროს აქვს თავის დამოკიდებულება გამოიწვევს და ეს საკმაოდ ეს ვთქვათ კრიტიკის ხარჯზე ხდება ბიუჯეტის გატარება, ასევე ბიუჯეტის განხილვის დროს ჩართული არის საზოგადოება, რომელმაც უშუალოდ იციან რა ხდება ბიუჯეტის ორიენტირება და შესაბამისად ისინი მას არგებულობენ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ. რაც ესე ვთქვათ თვლი, რომ ერთ-ერთი კარგი მიღწევაა და აჭარის ბიუჯეტიდან გამომდინარე ის არის საპილოტო, რომელიც უყურებს თუ როგორ გამართლებს ეს ბიუჯეტი. რაც შეეხება მიმდინარე ეტაპს, ბიუჯეტის შესრულება შევეხები 2014 წლის პირველი კვარტლის შესრულებას, რაც საკმაოდ წარმატებით არის შესრულებული და 20%-იანი გადაჭარბება არის დაგეგმილთან შედარებით მიმდინარე პერიოდში. შესაბამისად, ამით მინდა კიდე ჩემს ოპონენტებს გაუსვა ხაზი, რომლებიც ამბობენ, რომ პრობლემა გვაქვს ჩვენ ბიუჯეტის შესრულების, ბიუჯეტს თითქოს და შეგნებულად გეგმავთ დაბალი მოცულობის, ვინაიდან შემდეგ
მაღალმა შემოსავლებმა გადაჭარბება უჩვენოს, მაგრამ ჩვენ 2013 წლის ბიუჯეტი ქონდა დაახლოებით შემოსავლების ნაწილში 168 მილიონი, 2014 წელს ბიუჯეტი დაგეგმილი არის უკვე 165 მილიონი, რაც დამტკიცებულია, რაც მოგეხსენება თუ წლების განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას ამოდენა ბიუჯეტი არ ქონია. შესაბამისად, ბიუჯეტიდან მოგეხსენებათ ჩვენ როგორც ვაფინანსებთ ჩვენს სამინისტროებს და საფუძველ წყაროს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდება, აღნიშნულის გარდა ჩვენ ვაკეთებთ ტრანსფერებს. შესაბამისად, აქაც ავიღეთ მიმართულება, რომ ტრანსფერები არ იყოს მხოლოდ ქალაქზე მობილიზებული და იყოს მუნიციპალიტეტებზეც გადანაწილებული. ხაზს გაუსვა, რომ ბიუჯეტი გვაქვს სოციალური თავიდან ბოლომდე მიმართულება გვაქვს სოციალური აღებული, შესაბამისად დავიწყეთ ასევე პატარ-პატარა პროექტები იმ მიმართულებით, რომ დავიწყოთ კვლევები, შესაბამისად მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომელთანაც აქვს გამოცდილება, ერთ-ერთი ესეც გამოყოფ, რომელზეც ჩვენ ცოტა მოგვიანებითაც ვისაუბრებთ, ეს არის დასაქმების ბაზრის კვლევა და ეკონომიკური ობსერვატორიის შექმნა, რომელიც ეხლა დავიწყეთ და ივნისში იქნება ვიზიტი დაგეგმილი ამასთან დაკავშირებით უკვე პოლონეთში. ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის დაგეგმარების ნაწილში საზოგადოების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ვითვალისწინებთ მათ მოსაზრებებსაც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ნაწილში გამოყოფდი სოციალური სახლების მშენებლობას, რომელიც ვთქვათ ხულოში არის დაგეგმილი, შესაბამისად ხელვაჩაურის ბიუჯეტისთვის ისე იქნა რესურსი გადანაწილებული, რომ თვითონ შეძლო თავისთვის ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობა, ქალაქ ბათუმის მერიას აქვს დაგეგმილი იაფის სახლის მშენებლობა და შესაბამისად ეს ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ჩვენ რეგიონში არ ვაშენებთ ისეთ პომპეზურ ობიექტებს, როგორც არის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ამბანის კოშკი, რომელშიც დაახლოებით 200 მილიონზე მეტი არის დახარჯული და ჩვენ თანხებს ვანაწილებთ ისე, რომ ეს თავიდან ბოლომდე საზოგადოებაზე იყოს მორგებული. რასაც ერთგვარად საზოგადოების კეთილდღეობას და ეკონომიკურ წინსვლას ითვალისწინებს ის დოკუმენტი, რომელსაც ქვია საქართველოს 2020 ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტი. დიდი მადლობა. მე სწორედ მინდა თემატურად გადავალვა შემდეგი შეკითხვა რა მაყურებელობაში, ანუ მინისტრებმა ზოგადად ჯანდაცვის სოფლის მეურნეობისა და განათლების კულტურისა და სპორტის მიზნობი პროგრამაზე ისაუბრეს და ჩვენი მაყურებლისთვის ეს კარგად არის ცნობილი. კარგი გადასვლა იქნება ალბათ სავარაუდოდ სწორედ იმ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია საქართველოს 2020 როგორ უკავშირდება რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. ანუ პარალელურად ფინანსთა სამინისტროსთან ერთად რომ მათ შეიმუშავა მიზნობრივი ინდიკატორები და რომის განხილვა მიმდინარეობს ახლა ძირითადად ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებში, პარალელურად ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის სამინისტროს მუშაობდა რეგიონული განვითარების სტრატეგიებზე, სისტემურად როგორ გადაება ეს დოკუმენტები და როგორ დაუკავშირდება ის ამ შემთხვევაში ჩვენი ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას. ჩვენ რეგიონის დონეზე შეგვიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ფინანსთა სამინისტროსთან, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ეკონომიკის და განვითარების სამინისტროსთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ და მაქსიმალურად ყველაფერს ისე ვაკეთებთ, რომ ერთი ენაზე ვსაუბრობდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით და არ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ვინაიდან ჩვენ ვართ ავტონომია, ჩვენ სხვანაირი ხედვები გქონდეს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ეს ვთქვათ რეგიონებთან მიმართებაში ერთ-ერთი პლუსი ის, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი შემოსავლები, საკუთარი ბიუჯეტი, სადაც შეგვიძლია საპილოტო პროექტების გაკეთება. ამ მიმართულებითაც ძალიან კარგად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და განათლების სამინისტრო. ჩვენ ვართ მომხრე იმის, რომ ამ მიმართულების ინოვაციის ნაწილში გამოიყოს თანხები და ეს სიახლეები არსებობდეს. ჩემი ინფორმაციის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან რაღაც პროექტები გადაღებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ესაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და იმის მანიშნებელია, რომ გამოყოფილი თანხები, რომელიც ამ პროექტების მიმართულებით დაუხარჯეთ, საკმაოდ წარმატებულად უთვლება, ვინაიდან მისი ქვეყნის მასშტაბით გაზიარება ხდება უკვე. რაც შეეხება იმ ინდიკატორებს თუ როგორ მოხდება ჩვენი ამ დოკუმენტთან დაკავშირება და რა როლს შევიტანთ, მოგეხსენებათ, რომ რეგიონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ამ ნაწილში, ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ, რომ ხარიაობათ ამ ყველაფერს და გვაქვს კიდე დაგეგმილი, ერთ-ერთი, რასაც გამოვყოთ, ეს არის პირობითად საინვესტიციო ბიზნესის გარემოს გაუმჯობესება, რომელიც ერთ-ერთ პუნქტად არის ჩამოყალიბებული, მოგეხსენებათ რეგიონში ძალიან ბევრი საინვესტიციო ხელშეკრულება დაგვაქვს გაფორმებული, რომელიც შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ცუდი ხელშეკრულებები იყო და ისე იყო პირობები განსაზღვრული, როგორც ძველ ხელისუფლებას ჩვევია დროში ძალიან შეზღუდული და შესაბამისად იმაზე ორიენტირებული, რომ მეწარმეები დაიხჭოთ და შესაბამისად შემდეგ ალბათ პირად ინტერესებში გადადიოდა, ვინაიდან იყო რამოდენიმე ობიექტი, რომელიც ძალიან დროში შეზღუდეს და არამიზნობრივად დაარიცხეს ჯარიმები. ჩვენ გადავხედეთ 35 საინვესტიციო ხელშეკრულება, გავგრძელეთ ვადები, მოახდინეთ ჯარიმების ჩამოწევა, ამას გამოიწვია ამ საინვესტიციო პროექტების ეს ვთქვათ გაცოცხლება და შესაბამისად მე ერთ-ერთ შემოსავლებისადაც უკავშირებ ამას, ვინაიდან გაჩერებული საინვესტიციო პროექტების ისევ გააქტიურება იწვევს მოსახლეობის დასაქმებას. ყოველთვის ისმოდა ჩვენი ოპონენტებიდან, რომ არ არის დასაქმება და შემცირებული არის, შესაბამისად გავაკეთეთ ანალიზი საშემოსავლო გადასახადის შემოსავლის ნაწილში, სადაც კარგად მეტყველებს, რომ
გაზრდილი არის ეკონომიკური მიმართულებიდან მიღებული საშემოსავლო გადასახადები. ეს ყველაფერი ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პარამეტრი, რაც ეს განაპირობა, ეს არის ამ საინვესტიციო ხელშეკრულების გადახედვა. მეორე მომენტს, რასაც დავუკავშირებ, ეს არის ბიზნესის ამოსუნთქვა, თავიდან ბოლომდე ეს დავარქმევდი. მე მქონდა მანამდე მოგეხსენებათ ბიზნეს სექტორში მუშაობდი და მქონდა ძალიან დიდი შეხება კორპორატულ კლიენტებთან, რომელსაც ყოველთვის შიშის არიცემდა თუ ხვალინდელი დღე მათთვის როგორ გათენდებოდა და პროკურატურა მიაკითხავდა თუ ფინანსური პოლიცია იმისთვის, რომ რაღაც მათი ობიექტები შეემოწმებინათ ვიღაცების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ჩვენ დღეს ყველა ამას კარგად ხედავთ და მთელი ბიზნესი აღიარებს, რომ ეს ხანა ჩაბარდა წარსულს და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ის არის, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, მას მიეცეს თავისუფლად განვითარების საშუალება, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. რახან ვახსენეთ საშუალო ბიზნესის განვითარება, უკავ ცხადია ეს დამადული ფაქტი არ არის, ანუ გაცხადებულია პრაქტიკულად საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ანალიზის შედეგად და ზოგადად საკუთაოდ ცნობილია, რომ თქვა საქართველოს სიდიდის ქვეყანაში, თქვა საქართველოს დარი ეკონომიკის ქვეყნების ანალიზით გვაძლევს იმის საშუალებას, თქვა რომ დაახლოებით 60%-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მოდის, როგორც შემოსავლების თვალსაზრისით, ასევე დასაქმების თვალსაზრისით. ამ კუთხით რაიმე მონაცემები ხო არა გაქვთ თქვენ? ან ზრდის რაღაც დინამიკასთან დაკავშირებით. მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას რაც შეეხება, ჩვენი სამსახური აქტიურად აკეთებს ყოველთვიურად ანალიზს გადახდილი საშემოსავლოს მიხედვით, ჩვენ რის მიხედვითაც შეგვიძლია ინდიკატორი გავაკეთოთ და ძალიან მარტივად დავინახოთ და ყოველდღიურად იზრდება იმ გადახდებთა სია, ახალ გადახდელებს გულისხმობ, რომლებიც ხდებიან საშემოსავლო გადასახადის გადახდელები, რაც თავისთავად მიუთითებს იმას, რომ ამ მიმართულებით გვაქვს ზრდა. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, მინაიდან ამას შევეხეთ, გავეშღერებ და შევეხები იმ მომენტს, რომელიც მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის დაფინანსებას გულისხმობს პროგრამულად გაწერილი დამტკიცებული არის ბიუჯეტში. ჩვენი ოპონენტები ამას ძალიან ეს ვთქვათ სხვა მიმართულებით უყურებენ და თითქოს და ჩვენი იპოთეკარები მოვატყულეთ ამ მიმართულებაზე აკეთებენ აქცენტებს, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ დაახლოებით 720.000 ლარი პროცენტის დაკომპენსირების თანხა, რომელიც უკვე ბიუჯეტში გათვალისწინებული არის მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ნაწილში. მოლაპარაკება, რომელიც გვაქვს ერთ-ერთ ბანკთან, რომელიც უკვე რამოდენიმე ხანში უკვე თავიდან ბოლომდე დაიწყებს ამ პროექტს. გაცემული იქნება 15%-იანი სესხები, საიდანაც 12% იქნება აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებული, 3%-ს უშუალოდ გადაიხდის მეწარმე. მოგეხსენება თქვენ წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებთან ანალიზებდნენ შედარებას და ყოველთვის იყო ის აზრი ჩამოყალიბებული, რომ სახელმწიფომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაეხმაროს, რადგან იყოს ქვეყანაში იაფფასიანი სესხები და ეს ვთქვათ სტარტაპის ბიზნესის საფუძველზე იყოს საუბარი. შესაბამისად, ჩვენ ეს მიმართულება განმოვითარებთ და არ გამოვირცხოთ კიდევ იმ მიმართულებას, რომ ესეთი მიმართულება განმოვითაროთ სხვა მიმართულებით და არა მხოლოდ ტურისტული მიმართულებით, შეიძლება განვითარდეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რომელთან დაკავშირებითაც მე ჩემს თანაშრომლებზე მაქვს დავალება მიცემული და ვიკვლევთ რამოდენიმე მიმართულებას, რომელიც უფრო დაუკავშირდება იმპორტის ჩანაცვლება სოფლის მეურნეობის ნაწილში. მოგეხსენებათ, ეს ერთ-ერთი პარამეტრი არის სტრატეგიული დოკუმენტის, რასაც 2020 საქართველოს 2020 ქვია. საუბარი არის ექსპორტის შემცირებაზე, ასევე ექსპორტისა და იმპორტის შემცირებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ რეგიონის მასშტაბით ვცდილობთ ამ მიმართულებითაც ხელი შევუწყოთ და ასევე იპოთეკური სესხების მიმართულებაზე მინდა გავამახვილო. ვერავითარ ვერანაირ კრიტიკას იმ ჩვენი ოპონენტებისგან, რომლებმაც ძალიან მარტივად შეიძლება გვეთქვას, რომ 2008 წლის ომის მოვლენები გამოცხადებული იყო ფორს-მაჟორად და იმ დროს თუ ის გამოცხადებოდა ფორს-მაჟორად, ყველა იმ სუბიექტს, რომელსაც საკრედიტო ობიექტებისგან ჰქონდათ სესხები აღებული, მათ რაღაც პერიოდით გაუჩერდებოდათ დარიცხული პროცენტები და დარიცხული ჯარიმები. შესაბამისად, ეს მათ მაშინ არ გააკეთეს. ეს ადამიანები შეიყვანეს ჩიხში, შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდის დროს იმ დროს იქნა გაცემული სესხები, რომლებიც ეს სესხები უნდა გადაფარულიყო, მაგრამ ისე არამიზნობრივად იყო გაკეთებული ეს ყველაფერი თავის დროზე, რომ ის საფინანსო ინსტიტუტების სესხები არ გადაიფარდა, შესაბამისად ეს ადამიანები ჩაეპყრო, შეიძლება ითქვას, ყელამდე ვალში და არიან გამოვალ მდგომარეობაში. ჩვენ დღეს მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესი, ვისაც ნორმალური ხედვა აქვს ბიზნეს მიმართულებით, შეუძლია რომ ეს პრობლემა გამოისწოროს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტები მაქსიმალურად ცდილობენ ის გააკეთონ, რომ საზოგადოებას მიაწოდონ არასწორი ინფორმაცია და მოახდინონ ეს ვთქვათ რეგიონის მთავრობის დისკრედიტაცია. კარი გადაწყვეტილებები იყო მიღებული თქვენ სასაბზანიცი ნახევარსოფლებს. ანუ ვალს ვალი დაემატა. კი, ვალს ვალი დაემატა და შესაბამისად მათ ძალიან მარტივი გამოსავალი შეეძლოთ მიიღოთ, რომ ეს 3-4 დღე ქვეყნისთვის ფორს-მაჟორად გამოეცხადებინა და ეს ადამიანები რომელსაც საუბარი მოხდება ყველა ფორს-მაჟორია. კი, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან არა. დიახ, ანუ ეს იყო ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მეც ვიყავი ამ პოლემიკაში ჩართული რაღაც
დოზით. ბატონო დავით, მე უბრალოდ თქვენ ახსენებთ სიტყვას საშუალო ბიზნესის განვითარება, ეს არის კიდევ ერთხელ ამხის ხერხემალი, რომელსაც უნდა დაეხმოს ქვეყანა და ამაზე არავინ არ დაუს, არც ერთი ექსპერტი, მით უმეტეს თქვენ კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, რომ პრაქტიკულად რეგიონის ეკონომიკური პოლიტიკა განვითარებას ითვალისწინებს გარკვეულწილად. შეიქმნა ცოტა დამაჩქარებლებზე ალბათ სულ ბოლოს მინდა ვისაუბრო, მაგრამ არ შემიძლია უბრალოდ არ აღვნიშნო, რომ შეიქმნა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სააგენტო ეკონომიკის სამინისტროში და 150 მილიონი იქნება გამოყოფილი მათ შორის სტარტაპების დაფინანსებას. რაც დაანტკივნეული პრობლემაა საქართველოში მოგეხსენებათ. აი თქვა იქედან რაღაც ნაწილი იქნება იმ 150 მილიონიანი ბიუჯეტის გათვალისწინებული რეგიონისთვის თუ თქვა რაიმე სტრუქტურა 150 მილიონიანი ბიუჯეტი რაც არის მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტის რესურსიდან გამომდინარე იმ პროგრამის ფარგლებში შეგვიძლია ხალხი დამატებით. კი, ხალხი დამატებით. ვფიქრობ, რომ ამას 2015 წლის ბიუჯეტში დავგეგმავთ. გასაგებია. კარგი. არ შემიძლია არ გავაგზავნო ინვესტიციებთან დაკავშირებით საუბარი. ცხადია, რთულია ხა ისაუბრო იმაზე, როცა თქვა 2.5%-ით მიდის ეკონომიკის ზრდა, ინერცია იყო, თქვა ინერციით მიდის ეს არაინერციით ეს უფრო თქვა სხვა სასაუბრო თემა, ამ შემთხვევაში თქვენთან არა, მაგრამ ზოგადად რა ინვესტიციებზე იყო საუბარი, რომელიც შემოვიდა 2013-ში, აჭარაში და თქვა 14-ში რა შემოსული და მოსალოდნელი, იმიტომ ინვესტიციები ეს არის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერიოზული ინსტრუმენტი, რომელიც ეკონომიკური პარამეტრების მაჩვენებლების ზრდის საწინდარია. დიახ, შევახებდი ინვესტიციების თემასაც. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად დამოკიდებულება ამ ნაწილში ძალიან ისეთი კრიტიკული არის. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ბოლო 1 წელი შეიძლება ვქონდა პოლიტიკურად არასტაბილური პერიოდი, როდესაც ქვეყნის პრემიერი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა მთელი საზოგადოება, საერთაშორისო მხარეები და შესაბამისად ბიზნესი რო ქვეყანაში იყო სტაბილური მდგომარეობა, ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა და საერთოდ პირიქით იზრდა რაღაცებს, რაც თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს აფრთხობს ახალ ინვესტორებს და მათ ის თქვათ ასეთ პირობებში შემოსვლა სრული არ უჩნდებათ. ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ის, რომ არსებული ინვესტიციები ვინც იყო, მათთვის გაუმჯობესებული იყო პირობები და რაც ჩვენ ეს გავაკეთეთ, შესაბამისად გავაცოცხლეთ მათი გაჩერებული საინვესტიციო პროექტები. ამ გაჩერებულ საინვესტიციო პროექტებში ბევრი იყო ხელშეკრულების წუნი, ბევრი იყო ძველი ხელისუფლების ჩინოვნიკების პირადი ინტერესები, რის გამოც ეს იყო გაჩერებული. შესაბამისად, რაც შემდეგ რაც ეს ობიექტები გაცოცხლდა და დაიწყო მუშაობა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო პიარი შეიძლება ითქვას ჩვენი ქვეყნის ინვესტიციებისთვის, ვინაიდან ის უმრავლესობა არის უცხოელი ინვესტორები და შესაბამისად ისინი მათ ქვეყანაში უკვე კარგად ხსნიან და შესაბამისად აპიარებენ ჩვენ რეგიონს და ქვეყანას იქიდან გამომდინარე თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ბიზნესთან. შესაბამისად მე დავარქვევდი პირველ 1 წელს იმ პერიოდს, რომელსაც წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ადამიანების დაშანტაჟება და ესე ვთქვათ ცუდ მდგომარეობაში ჩაყენება, ამის რეაბილიტაციის პერიოდს, რომ ჩვენი ის ადამიანები დავარწმუნეთ იმაში, რომ დამთავრდა ეს პერიოდი და ბიზნესი საქართველოში არის თავისუფალი. ჩვენ გვაქვს უკვე დიდი მოლოდინი 2014 წლის მეორე ნახევრიდან 2015 წლის დასაწყისში, სადაც გვექნება მოცულობითი ინვესტიციები. ეს იქნება ტურიზმის მიმართულება და სოფლის მეურნეობის მიმართულება. მუშაობთ რამოდენიმე ჯგუფთან ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტუალური არის მათთან მუშაობის ნაწილი. ასე ვფიქრობთ, ზაფხულის თვეში საინვესტიციო ფორუმის ჩატარება, სადაც მოვიწვევთ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან და არა მარტო მეზობელი ქვეყნებიდან კომპანიებს, რომელსაც ჩვენ დავაფინანსებთ მათ ყველანაირ ხარჯებს, ვინაიდან ისე ჩამოვიდნენ და ნახონ თუ რა ხდება ჩვენს რეგიონში და რა პოტენციალი აქვს. შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან განვითარდება. თავარია, მე რასაც ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ საინვესტიციო გარემო და კლიმატი გამოვასწორებთ და ეს გამოსწორებული საინვესტიციო გარემო და კლიმატი შევინარჩუნოთ. კარგად ახსენეთ თქვენ იმპორტის შავსების მექანიზმით, რომ საყოველთაოდ ცნობილი ახლა იზრდებოდა ყოველწლიურად ეს უარყოფითი სალდო, ბოლოს თითქმის 6 მილიარდს მიაღწია ექსპორტ-იმპორტთან მიმართებაში. შესაბამისად 2014 წლის ბიუჯეტი, ქვეყნის ბიუჯეტი მაგ ამ შემთხვევაში ხედველობაში ჩაიდო რამოდენიმე ინსტრუმენტი. ერთ-ერთი ეს იყო ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, ეს იყო ინოვაციების სააგენტო, ეს იყო აი სწორედ ეს 150 მილიონიანი ბიუჯეტით, ანუ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა მოქმედი სერიოზული ინსტრუმენტები ჩაიდო. თანამშრომლობა თქვენი სამინისტროში ამ კუთხით იქ ვთქვათ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან და ცალკე ალბათ ფინანსთა სამინისტროსთან, იმიტომ რომ თქვენ გაერთიანებული სამინისტრო გაქვთ ამ კუთხით და ვთქვათ აქ რა ინსტრუმენტებზეა საუბარი თქვენ სამინისტროში კონკრეტულად. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან და ფინანსთა სამინისტროსთან. ძალიან აქტუალურად ვართ ჩართული სამუშაო პროცესებში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გვინდა
ჩვენს მოსახლეობას და ინვესტორებს ყოველს ერთ ენაზე ვესაუბროთ, როგორც აჭარაში, ძალიან საქართველოში, ამიტომ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, შესაბამისად ჩვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე გვაქვს ჩვენი ბერკეტები ამ მიმართულებით, გამოყოფდი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც ესე ვთქვათ, ვინაიდან იმპორტის ჩანაცვლებაზე ვსაუბრობთ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გვაქვს პროექტები გაკეთებული ფერმერების ხელშეწყობის, ეს არის სასათბურე მეურნეობების, ესე ვთქვათ, ნახევარფასად გადაცემა, ეს არის მოтобლოკების გადაცემა, რაც თავიდან ბოლომდე უწყობს რეგიონში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდას და შესაბამისად აღნიშნულიდან გამომდინარე ეს გამოიწვევს რაღაც დოზით იმპორტის ჩანაცვლებას, მაგრამ მეგეთ ნახმობით ეს არ იქნება საკმარისი, აღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სამინისტროში დავალება გვაქვს მიცემული თანამშრომლობით, რომ მოხდეს ამ მიმართულებით, ეს ვთქვათ, ბაზრის შესწავლა, დავითვალოთ რა მოცულობის იმპორტი არის სოფლის მეურნეობის ნაწილში, პირველად პროდუქტებს გულისხმობთ, უფრო და შესაბამისად რისი ჩანაცვლების საშუალება გვექნება და ამ მიმართულებით გამოვყოთ თანხები, რომ დავაინტერესოთ ეს ვთქვათ მეწარმეები, დაუდოთ მათ შედეგები თუ რა ჯდება წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება საქართველოში და რა ჯდება იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულება, რამდენად მომგებიანი იქნება, ასევე ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით რაღაც დაკრედიტებაზეც ვიფიქროთ, რომ ბანკებს გავესაუბროთ და იგივე პროგრამა გამოვიყენოთ ამ ნაწილშიც ტურისტულთა მიმართებაში არის გამოყენებული და ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ წარმატებულად აუბამთ იმ ესე ვთქვათ მიმართულებებს, რასაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო. და კიდე ბოლო ნაწილზე რომ გადავიდეთ ჩვენი ინტერვიუსი, ძალიან საინტერესო არის ისე თამაშკარებლებზე, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ამბობ, ეს არის იმდენად საინტერესო თემა ჩვენი მაყურებლისთვის. ხედველობაში რა მაქვს 2014 წლის ბიუჯეტში ჩაიდო პირველი ტექნოპარკის ბიუჯეტი, ეს თამაშკარებელია დატა ცენტრები, ტექნოპარკები, თქვა კლასტერული განვითარების პროგრამა, რაც წლების განმავლობაში, უფრო სწორად 10 წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვნად მუშაობს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, ისინი აგრძელებენ ამ მიმართულებით მუშაობას. რატო ამბობ ამას? იმიტომ რომ პრაქტიკულად სტრატეგია 2020-ში განსაზღვრული იქნა ის ინდიკატორები, რომელსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს 2020 წლამდე და ეს პერიოდი განიხილება როგორც გარდამავალი პერიოდი, რათა მოემზადოს ქვეყანა კარგად ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლით. სწორედ ეს ინსტრუმენტები, რომელიც ახლა მე ჩამოვთვალე, არის საფეხურები, რომელიც უნდა გაიაროს ქვეყანამ ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასასვლელად. აი ამ მიმართებაში როგორ მუშაობთ თქვენ? ჩვენ ამ მიმართულებასთან დაკავშირებით შეხებაზეც გეტყვით, რომ გვაქვს მჭიდრო კავშირი პოლონურ მხარესთან, რომლებთანაც ჰქონდა გასულ კვირას შეხვედრა და მომდევნო შეხვედრა იგეგმება მიმდინარე წლის ივნისის თვეში და ივნისისთვის მე დავიწყოთ უკვე აქტიურ მუშაობას, ეს იქნება დასაქმების ბაზრის კვლევა და ეკონომიკური ობსერვატორიის შექმნა. ამ მიმართულებით დიდი ბოდიში ბატონო, რა სიტყვალისია თვითონ ტერმინი ეკონომიკური ობსერვატორია, ხა ცოტა ის მაყურებლისთვის რომ განმარტება გავაკეთოთ და შემდეგ რომ გავდივით ბოდიში ეს თვითონ ეს ეკონომიკური ობსერვატორია დავიწყებთ დასაქმების ეს ვთქვათ ბაზრის კვლევიდან და ეს პირველი დაუკავშირდება იმ მიმართულებას, რომ რეალურად ეს ვთქვათ შევისწავლოთ დასაქმების ბაზარი და ვნახოთ ჩვენი დეფიციტური კადრები, ანუ სად გვიჭირს შესაბამისად კადრების ნაწილში და რა კადრებზე იქნება აქცენტი გასაკეთებელი, რომელსაც შემდეგ განათლების სამინისტროსთან ერთად გავივლით და შესაბამის მოქმედებებს დავგვიგმავთ იმისთვის, რომ გრძელვადიან პერიოდში ეს პრობლემა იქნეს აღმოფხვრილი, რაც შეექმნება ეკონომიკური ობსერვატორიის შექმნა, აქ იქნება რამოდენიმე მიმართულება, რაც ესე ვთქვათ ხელშეუწყოს რეგიონის ეკონომიკური მიმართულების განვითარებას. აი აღნიშნულთან დაკავშირებით მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი მიმართულება, გეგმავთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნას, რომელიც იქნება მიმართული ტექნოლოგიური სისტემების განვითარების მიმართულებით და თანამშრომლების გადამზადების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ როგორც ეს ვთქვათ, ახალი კადრები, ისევე არსებული კადრების პირველში ჩვენ გვაქვს პრობლემები და არის რაღაც ხარვეზები, რომლებიც აღმოფხვრაც გაცილებით მარტივი იქნება თანამედროვე ტრენინგების დაგეგმით და ამ სისტემის ორგანიზებით. შესაბამისად ამ მიმართულებითაც ვფიქრობთ უკვე, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების დროს ეს მიმართულება გავითვალისწინოთ და ეს მიმართულება განავითაროთ. ამ თემასთან დაკავშირებითაც ჰქონდა ჩვენ პოლონელებთან საუბარი და მათთვის ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაცია იყო, ვინაიდან ეს ორი პროგრამა შეიძლება რაღაც ერთმანეთთან სინთეზში ძალიან კარგად მოვიდეს და დაგვიყვირდნენ დახმარების აღქმა იმ ნაწილში, სადაც ჩვენ ვიზიტი გვექნება პოლონეთში ივნისის თვეში. მათთანაც არსებობს ზუსტად ამ მიმართულებით ორგანიზაციები, რომელთანაც შეგვახვედრებენ და თავისებით შესაძლებელი იქნება, რომ უშუალოდ პროგრამული განვითარების ნაწილში და სტრუქტურის განვითარების ნაწილში მოვიპოვოთ გრანტები და შესაბამისად ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად განვითარდეთ. დამერწმუნებით ალბათ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და რეგიონის ეკონომიკურ ზრდას აუცილებლად ჭირდება კვალიფიციური კადრები, რაც სტრატეგიულ დოკუმენტში გათვალისწინებული არის.
იმ კადრების მომზადება, რაც თანამედროვე ეკონომიკას სჭირდება და შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებითაც რეგიონიდან დავეხმარებით ამ მიმართულების განვითარებას. და ბოლოს მინდა გაუცილებლად გითხოთ პროექტების ბანკთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბატონი ბიზნეს პრემიერობის პერიოდში იყო ძალიან დიდი შეხვედრა, სადაც გაჟღერდა ეს იდეა, რომ აი რაღაც და რეალურად არის მე ხვდები აქ ურთიერთობა სამინისტროსთან და რეალურად არის სერიოზული საინვესტიციო პროექტები, რომელიც სახელმწიფომ შეუძლია თვითონ ინვესტორებს შეთავაზოს იგივე ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება სხვადასხვა პროექტებთან მიმართებაში. აი თქვათ რაიმე კავშირი ხო არა იგივე თქვათ ამ პროექტთან, იმიტომ რომ პრინციპში ის რაც თქვენი ლაპარაკეთ, ყველაფერი სისტემურ და კომპლექსურ ჭრილშია განხილული და გაანალიზებული, რაც იყო სერიოზული ახილების ქუსლი წინა ხელისუფლებისთვის. ამდენად აი პროექტების ბანკთან მიმართებაში რამე ხო შეიძლება გითხრათ? მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ის სიახლეები, რაც ინერგება ცენტრალური ხელისუფლების პირობებში გადმოღებული იყოს და მორგებული იყოს, ვცდილობთ, რომ ყველაფერი იყოს ჰარმონიულად, რომ შესაბამისად ამ ყველაფერმა გაამარტივოს, ესე ვთქვათ, რეგიონის და ცენტრის დამოკიდებულების ურთიერთობები და ჩვენი სამინისტრო ამ მიმართულებით მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ ეს ყველაფერი იყოს ჰარმონიული. კარგით და არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით და არ გითხოთ თქვენ მოუხელთებელი ministris სტატუსი გაქვთ და ამიტომ რას ეტყოდით ამ კუთხით ჟურნალისტებს? დიახ, მე ჩემი დანიშვნიდან მეორე დღეს მქონდა ჟურნალისტებთან შეხვედრა და ამ საკითხთან დაკავშირებით მე მაშინ გავუჟღერე რომ მე მათთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი არ ვიქნებოდი, მაგრამ ჩემი მათთვის ხელმისაწვდომობა არ ნიშნავდა იმას, რომ მათ ინფორმაცია არ იქნებოდათ სამინისტროში არსებულ სიტუაციაზე ან მათ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხი არ გაგვეცა. შესაბამისად მე შეიძლება თვითონ ვიყო ხელმიუწვდომელი, მაგრამ ამ ბოლო დროს მესმის უკვე თითქოს სამინისტროს ხელმიუწვდომელი არის და ამ ნაწილში ნამდვილად ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ ამ კატეგორიულად ყავს ყველა თანამშრომელი განხილებული და განსაკუთრებით პრესის სამსახურის თანამშრომელი, რომელსაც აქტიური ურთიერთობა აქვს ჟურნალისტებთან, რომ მათ მიერ დასმული კითხვა ან მოთხოვნილი ინფორმაცია არც ერთი არ დარჩეს უპასუხოდ, შესაბამისად ამას აქტიურად ვაკონტროლებ და იმ ვადებში ხდება, რაც კანონით არის დადგენილი და ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ სამინისტრო არის დახურული და არ არის ეს თქვა ჟურნალისტების მისაწვდომი. რაც შეეხება ჩემს და ჟურნალისტებს შორის ეს თქვა დამოკიდებულებას, აქაც გვაქვს რაღაც კრიტიკული დამოკიდებულების მომენტები, იმიტომ რომ მე არაჩემთვის არასდროს არ არის მიუღებელი ჯანსაღი კრიტიკა და რომელიც ეს თქვა ხედავენ პრობლემას, იმიტომ რომ ეს ჩემთვის უფრო საინტერესო არის, რომ ეს პრობლემები გამოვასწოროთ, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც ბოლო პერიოდებში არის ესეთი დამოკიდებულება, რასაც უფრო ალბათ შეგნებულს არ დავარქვენდი, მაგრამ რაღაც არ ვიცი, რა დავარქვა, ეს თქვა სხვანაირად გაშუქება, სხვანაირად დაბეჭდა და მე ვთხოვდი ჟურნალისტებს, რომ ეს მიმართულებები ალბათ კარგი იქნება გამოვასწორონ და შესაბამისად კონკრეტულად იმაზე გააკეთონ კრიტიკა, სადაც არის პრობლემები. დიდი მადლობა, დავით, საინტერესო ინტერვიუსთვის, მინდა წარმატებები გისურვოთ და იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენ პირადად და თქვენი სამინისტრო აქტიურად ითანამშრომლებთ ეკონომიკურ სტრატეგიასთან, რადგან ჩვენი საავტორო პროექტი არის ის მიმართულება, რომელიც სწორედ ამ ზოგად ხედვებზე, კონცეფციებზე, სტრატეგიებზე საუბრობს და არა რაღაც კონკრეტულ ვიწრო მიმართულებებზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენთან ეს თქვათ ინტერვიუ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეხვედრები უფრო აქტიური იქნება და გავაგზავნებთ თანამშრომლობას. ასეთი იყო ვაიცნო დემაგორებო ჩვენი თქვათ ინტერვიუ, ფიქრობ საკმაოდ მოცულობით და საინტერესო ინტერვიუ იყო და იმდენად თანმიმდევრული რომ ალბათ არ ღირდა თემებად, იმიტომ რომ პრაქტიკულად სისტემურ ჭრილში და იყო განხილული ყველა ის საკითხი. ბატონო, თქვენ წინა ხელისუფლების წარმომადგენელი იყავით ქალაქ ბათუმის მერით, შეხება ჰქონდათ ბიუჯეტის საკითხებთან და ზოგადად იმ ხედვებთან, რომელიც იყო ჩამოყალიბებული თქვათ წინა ხელისუფლების პირობებში და უყურებთ თქვათ რა ხედვებია დღეს, რა თქვათ თვისობრივ სხვაობას ხედავთ იმ თქვენი ხელისუფლების პირობებში არსებულ ეკონომიკურ ხედვებსა და იმ ხედვებს შორის, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებაშია და თქვათ რა დადებით და უარყოფით მომენტებზე შეგიძლიათ გაამახვილოთ ყურადღება მოკლედ ზოგადად რო ჩამოყალიბდეთ. თუ მიესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს საღამოშიდობისა, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ როდესაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თავისი ბლიც ინტერვიუს შემთხვევაში დაკავებულია მხოლოდ წინა ხელისუფლების კრიტიკით და ხუთჯერ ახსენა მან ოპონენტები და რა თქმა უნდა ოპონენტებში მთავარ ოპოზიციურ ძალას გულისხმობდა, მე პირველ რიგში ველოდი ეკონომიკის მინისტრად თუნდაც ერთი ციფრის დასახელებას. ეკონომიკის მინისტრის დღევანდელი ინტერვიუ უფრო იყო საუბარი ბუხართან, რომელსაც ინგლისის პრემიერ-მინისტრი მიმართავდა, როდესაც ომის პერიოდში ხალხის დამშვიდობა უნდა და აქ არ იყო არც ერთი ციფრი დასახელებული რეგიონის განვითარების მაჩვენებელი, არც ერთი
საბიუჯეტო გათვლა არც ერთი განვითარების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, აქ იყო მხოლოდ თეორიებზე საუბარი, ძალიან ლამაზად, ძალიან ჭერმეტყველად მინისტრმა გადმოსცა და ძირითადად მთელი ინტერვიუ დაკავებული იყო თავის მართლებაზე ოპონენტების წინაშე. ხედვები მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ აგრესიული, საკმაოდ დიდი განსხვავება წინა ხელისუფლებას შორის და დღევანდელ ხელისუფლებას შორის ეკონომიკის განვითარებასთან. წინა ხელისუფლება შეიძლება ქონდა გადამეტებული აგრესიული ხედვა, კარგი დადებით ეკონომიკურად, თავისი რეფორმებით ეკონომიკის ზრდისთვის. ეს ხშირად იწვევდა რაღაც საკითხებში შეიძლება სიჩქარესაც, რასაც გარკვეულწილად შეიძლება მცირეოდენი ხარვეზი გაპარულიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა მიიღო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მიიღო ბიუჯეტის 10 ჯერ ზრდა ბოლო 9 წლის განმავლობაში, როგორც ქალაქის, ასევე რეგიონის, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით, უამრავი ათეულობით 1000 ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინვესტიციების მოზიდვა და ამ ყველაფერს სჭირდება სწორი ეკონომიკური ხედვა. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ამათი ხედვა, დღევანდელი ხელისუფლების ხედვა არის მხოლოდ და მხოლოდ კრიტიკა და წუნის პოვნა, ძიება წუნის წინა ხელისუფლების გადაწყვეტილებებში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ალბათ გვექნება საშუალება თუ კონკრეტულად რას ვგულისხმობ, რომელ ხელშეკრულებებზე ვგულისხმობ, იმას რომ რაც თომილებით გააფორმა დღევანდელმა ხელისუფლებამ და მხოლოდ კრიტიკა და საერთოდ არც ერთი პოზიტიური მაჩვენებელი არ დასახელებულა დღევანდელი მინისტრის ინტერვიუს, რაც საკმაოდ სამწუხაროა და ალბათ უფრო ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა ღრმად კონკრეტულად დავკონკრეტდეთ სხვადასხვა საკითხებზე, სხვადასხვა ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაზე, რომელზეც მომეცემა საშუალება რომ უფრო კონკრეტულად შეხედვა არ იქნება სამართლიანი რომ არ აღვნიშნოთ, პრინციპში თქვა მან 170 მილიონი დაასახელა ზრდა, ანუ 20%-იანი ზრდა არის ადგილობრივი ბიუჯეტის სამხელო ბიუჯეტი არ ქონია ჯერ სამი და უბრალოდ რომ არ გამოვიდეს. ეხლა ჩვენ შეიძლება ბატონ ხადურთან ვქონო და შეგიცხო რაღაც მოაქავ შემთხვევაში. ბატონო ბატა, თქვენ რას გზავნებთ? პირველ რიგში მივესალმები პანჩონ ტელემაყურებლებს და აღნიშნავ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი, რომ საჯარო მოხელე მინისტრი გამოდის და ანგარიშებს, რაც ეს რა თქმა უნდა მისასალმებელი. ბატონო ირაკლი, წინა ხელისუფლების ხედვა გადმოცემული დოკუმენტურად არ ყოფილა არასოდეს. ეს იყო ერთი ადამიანის ახირებული ხედვა. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის ხედვა, რომელიც უნდა შესრულებულიყო დევნით, ყაჩაღობით, უნდა შესრულებულიყო მეწარმეთა დამცირებით, უნდა შესრულებულიყო არა სასურველი ინვესტორების გაგდებით, თავიდან მოშორებით და ამითი მიიღწეოდა ის მოჩვენებითი კეთილდღეობა, რომელიც არის. დღეს უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მთავარი მიზანმიმართული და დადებითი შტრიხი რაც არის დღევანდელ დღეს ეს არის ის, რომ ოქტომბერ-ნოემბრის თვეში გამოვიდა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულების ის პაკეტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს 2020 წლის განვითარების 2020 წლამდე განვითარების სტრატეგიას. ანუ სახელმწიფოს გააჩნია გარკვეული ხედვა, ანუ იგივე ოპონენტსაც, იგივე ვთქვათ მომხრესაც თუ იგივე ექსპერტსაც შეუძლია იმსჯელოს რაღაცაზე შეფარდებით. ანუ აქ მოყვანილია გარკვეული ციფრები. ანუ აქ მოყვანილია ვთქვათ იგივე 5 წლიანი თუ 6 წლიანი ეკონომიკური განვითარების ხედვა, ინდიკატორები, ძირითადი ინდიკატორები, რაც შეუძლებელი იყო წინა ხელისუფლების შემთხვევაში. ეხლა მე სულაც არა ვარ მომხრე რომ ყოველგვარი ვთქვათ ვისაუბროთ ყოველგვარი შედარებითობის შემთხვევაში და ყველაფერი წინა ხელისუფლებას შეუდაროთ და მხოლოდ წინა ხელისუფლება გახდეს ვთქვათ ის რასაც შეედარება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ დღევანდელ სიტუაციაზე. ეხლა 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე დღევანდელი ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. იმიტომ საქართველოს ბიუჯეტი თქვა ნოდარ ხადური პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა, იმიტომ რომ 2012 წლის ნოემბრის ბოლოს, როდესაც ფორმირებული იქნა საქართველოს ხელისუფლება, ჩამოყალიბდა ხელისუფლება, მოხდა ბიუჯეტის, არსებული ბიუჯეტის სახელდახელო მორგება იმ სიტუაციაზე, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრის რეალობის შემდეგ შეიქმნა. უკვე 2014 წლის ბიუჯეტი არის მთლიანად ამ ხელისუფლების პირმშო და აუცილებელია, რომ ამ ხელისუფლებამ მოახდინოს, ვთქვათ, მთელი ყურადღება
ყურადღების გამახვილება ამ ბიუჯეტთან დაკავშირებით. ეხლა ბანკურმა ირაკლიმ ბრძანა რაღაცა ხარვეზები, რომელიც და ორნიშნა ციფრი ეკონომიკური განვითარებისა. ყველაზე მაღალი ეკონომიკური განვითარებისა მაჩვენებელი საქართველოს ჰქონდა 2007 წელს, ეს იყო 8.5% ოდენობით და 2008 წლის დასაწყისში იყო იმისი შტრიხები, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდით კიდევ უფრო გაიზრდებოდა, მაგრამ თუ სამწუხაროდ 2008 წლის ცნობილმა აგვისტოს მოვლენებმა აღარ მისცა ქვეყანას ეკონომიკური განვითარება და შემდგომში უკვე 2009-10-11 წელი ეს იყო სრული ეკონომიკური ვარდნა. ანუ სახელმწიფომ პრაქტიკულად 2000 ფინანსური კრიზისი, სოფლიო ფინანსური კრიზისი და ომი იყო თორემ სოფლიო ფინანსური კრიზისი, მაგრამ გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ სააკაშვილი სოფლიო ფინანსური კრიზისის გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე არ აღიარებდა. ანუ ის ამბობდა, რომ ფინანსური კრიზისმა საქართველოს გვერდი აუარა, საქართველოს უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე ესპანეთი, ვიდრე ვთქვათ პორტუგალია, ვიდრე საბერძნეთი ბატონო ირაკლი და იყო ესეთი და ბატონო ტელემაყურებელს ახსოვს ის ფაქტები, რომ ჩვენ გამოვდიოდით პრაქტიკულად სოფლიო ეკონომიკის ლიდერ ქვეყანა და მოყავდათ ის მაჩვენებლები, რომელი მაჩვენებლებიც მას აწყობდათ იგივე ვთქვათ doing business-ის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ნუ დღესაც მოწინავე ადგილზე ვართ, მაგრამ შემდგომში საკმაოდ რთული იყო ბიზნესისა შემდგომი განვითარება, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდნენ გაეროს განვითარების ინდექსებს, ყურადღებას არ აქცევდნენ დაოსის ეკონომიკური ფორუმის მონაცემებს, ყურადღებას არ აქცევდნენ და ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს და ასე შემდეგ. 2.5%, რომ ვთქვათ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები და თქვა საპროგნოზო მონაცემები 2014 წლის რა თქვა რა უფრო ინერციის შედეგია თუ რა მიზეზი შედეგია და კიდევ ერთი მინდა ორივეს კითხოთ აუცილებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ჩვენ ახლა გადავედით ზოგადად ქვეყნისაზე უფრო ვთქვათ რეგიონის მინისტრის ინტერვიუ იყო და თან ბატონი ირაკლი მერი იყო ქალაქის, ამიტომ უფრო აქეთ გვინდა დაუბრუნდეთ, მაგრამ ზოგადად რო ვთქვათ 380%-ით გაიზარდა საგარეო ვალე ქვეყნისწლიანი. ანუ იქ რა გავლენა ქონდა თუ არა ვთქვათ ამ ვთქვათ შემოტანილ თანხებს ამ შემთხვევაში აღებულ ვალს ეკონომიკის განვითარებაში რა წვლილი მიუძღოდა ამ კუთხით და ვთქვათ რატომ 2.5 და რატომ 3 და ვთქვათ როდის შეიძლება ველოდოთ, იმიტომ რომ რატომ სვამ ამ შეკითხვას იცით, იმიტომ რომ იგივე იმ დოკუმენტში საქართველოს 2020-ში პრაქტიკულად 58 მილიარდი 46-58 ზუსტად რაოსოს მილიარდი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ პრაქტიკულად გაორმაგებაზეა საუბარი და მოვახერხებთ ამას რეალურად თუ არა მართლა ორნიშნა ზრდა ეკონომიკური მაჩვენებლებსა რთული იქნება ამის მიღწევა. ორივეს მინდა ეს კითხო. ეხლა ის მონაცემები, რომელიც საქართველოს განვითარების სტრატეგიის 2020 წლისა მონაცემებში გვაქვს, დღევანდელი გადასახედიდან საკმაოდ რთული შესასრულებელია და მე მახსოვს თქვენ გქონდათ აქ გადაცემა, რომელიც უშუალოდ ამ დოკუმენტს მიეძღვნა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ თვითონ ის მონაცემები, რომელიც ჩადებული არის ამ დოკუმენტში, უფრო მაღალი დონის ოპტიმიზმიდან არის გათვლილი, ანუ მაღლის დონის ოპტიმიზმი, სადაც ვთქვათ, იგივე ვთქვათ, შემცირდება მუშავართა რაოდენობა, ანუ 15%-დან, ანუ რეგისტრირებული 15%-დან მუშაობა 12%-მდე და შემცირდება სამთლიანად 20%-ით შემცირდება მუშაობა და მაშინ ბატონმა ფინანსთა მინისტრმა ახსნა თუ რატომ 20%-ით შემცირდება მუშაობა და სხვადასხვა დოკუმენტი, ანუ ეკონომიკური ზრდის ძირითადი მაჩვენებლები. ეხლა ჩემი გათვლებით ამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე საკმაოდ რთულია ორნიშნა რიცხვს მივაღწიოთ, მაგრამ უკვე 2015-14 წლის ბოლო და 15 და 16 წლები გვაძლევს იმისი ოპტიმისტური გათვლების საშუალებას, რომ საქართველოს 10%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაწევს. თუმცა დღეს ეს საკმაოდ რთულია და იგივე დამაშკარებლებზე მე ვილაპარაკებ თავაზე. კი ბატონო, არის რეზერვი, საქართველოს ეკონომიკაში დევს რეზერვი იმისა, რომ ქვეყანამ შეამციროს უმუშევრობის მაჩვენებლებიც და გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქცია ეკონომიკურ ზრდას. ანუ ინდიკატორები რეალურია თუ არა ეს მაინტერესებს თქვენ? ინდიკატორები ეს არის რეალურთან მიახლოებული, იმიტომ რომ შეუძლებელია ინდიკატორი, შეუძლებელია მომავალი გათვლა ზუსტად კი ბატონო, გასაგებია ბატონო ირაკლი. თუ 70%-ად შესულდება სტრატეგიულ მენეჯმენტში ასოებს ესეთი თეორია თქვა, თუ სტრატეგიული გეგმა 70-80% შესულდა, ეს უკვე წარმატების მანიშნებელია და უკვე შეიძლება ვიჯელოთ ქვეყნის წარმატებას. კი ბატონო, მადლობთ ისმენთ. რამოდენიმე საკითხს შევეხები, რაზეც ჩვენმა ოპონენტმა გაამახვილა ყურადღება, ეს პირველს გამოყოფთი, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში ბიზნესის, საერთოდ ეკონომიკის და იყო ილუზორული.
და ეს იყო მხოლოდ რაღაც მაჩვენებლების დიდ, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მაჩვენებლები, ეს იყო სხვადასხვა საერთაშორისო აუდიტორული თუ ეკონომიკური თუ სხვადასხვა ორგანიზაციების დასკვნები, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ზრდას რეფორმების შეფასება მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა, არის ორგანიზაციები, რომელიც განსხვავდება მეორე ორგანიზაციის დასკვნისგან, მაგრამ ყველა ეს ორგანიზაცია იყო თავისუფალი, ევროპული თუ ამერიკული, ასე რომ მათ მიმართ ნდობის ფაქტორი ეჭვი არავის არ უჩნდება, მათ შეფასებაში ეს იყო წინასწარ დაფინანსებული, ანუ ხელისუფლების ყველაფერზე შეიძლება რა შეიძლება იყოს საერთაშორისო გაეროს ორგანიზაცია, EBRD, ეკონომიკური მაჩვენებლები, როდესაც არასოდეს არ გამოქვეყნებულა ნაციონალური მოძრაობა. ყველანაირ საერთაშორისო ინსტიტუტს აყენებს შეურაცხყოფას და გაეროს განვითარების მაჩვენებლების საქართველოში არასოდეს არ ნაციონალური მოძრაობის ყოველ შემთხვევაში რომ თურმე საერთაშორისო ინსტიტუტებს არასოდეს არ გამოქვეყნებულა დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ნახო რომ გაეროს მონაცემები და დავოსის ეკონომიკის ფორუმის მონაცემები საქართველოს მიდიოდა ერთ-ერთ ბოლო თეორიების დონეზე შეიძლება ძალიან დიდხანს უკავშირდეს. ეხლა ჩამოვიდეთ პრაქტიკაზე. თქვენ ახსენეთ რომ წინა ხელისუფლების პერიოდში იყო ბიზნესზე ზეწოლა და ზუსტად ქვეყანა ამიტომ ვერ ვითარდებოდა რომ ბიზნეს ინვესტიციები იმიტომ არ იყო ქვეყანაში, უბრალოდ იყო ალბათ ზეწოლით ინვესტიციები, საკმაოდ აბსურდული შეფასება. თქვენ წარმოგიდგენიათ რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ზეწოლას ახდენდეს ევროპულ, თუნდაც თურქეთიდან, აზერბაიჯანში. ბატონო, გეტყვით, თუნდაც თურქეთული ინვესტიციები, აზერბაიჯანული ინვესტიციები, ევროპულ ამერიკული ინვესტიციები, სამ ევროპულ ამერიკულ ინვესტიციას ვერ დაასახელეთ. კი ბატონო, მე ახლა ქვეყნების ჩამოთვალს არ გავიგებ, მაგრამ თქვენი საზრით ძალიან დიდი განსხვავება თუ არაბული ქვეყნები და მთელი ევროპა თქვენ საბერძნეთი ახსენეთ. თქვენ საბერძნეთი ახსენეთ და საბერძნეთი დღენია და საბერძნეთის ეკონომიკური გუნდი ოცნებობს და დადის ყოველდღიურად ყატარში, რათა ყატარული ინვესტიციები ჩამოვიდეს. საბერძნეთში დღემდე ბოლო 20 წელი არც ერთი ევროპული ინვესტიციები არ არის. მსოფლიოში მხოლოდ არაბული ქვეყნები ახორციელებენ ინვესტიციებს უმრავლესობას. ბოლოს ესპანეთშიც კი, გუნდებსაც კი ყიდულობენ უკვე ევროპა, რომელსაც ამაყოს ასე რომ როდესაც ევროპული ინვესტიციები შემოგვიყვება, სუნი არ აქვსო, თქვენ როდესაც აკრიტიკებთ, რომ საქართველოს წინა ხელისუფლებას ევროპული და დამისახელეთ ერთი ევროპული ქვეყანა შვეიცარიაც კი ბევრი წარმატებული ევროპული ქვეყანა ოცნებობს არაბულ ინვესტიციებზე. არაბულ ინვესტიციებს ძირითადად ევროპაში დღეს ინვესტიციებს ახორციელებს რუსეთი ან არაბული ქვეყნები და მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი საუდის არაბეთი და ყატარი. ასე რომ, როდესაც თქვენ არ მოგწონთ თუნდაც თურქული ინვესტიციები, მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ არასწორი ხედვა ეკონომიკის საკუთავს ის რომ თურქული ინვესტიციები ან არაბული ინვესტიციებს ფარდობა უნდა არსებობდეს, ფარდობა უნდა ასე რომ ესაც ჩვენ ვამბობთ, რომ შემოდიოდა ინვესტიციები, ჩვენ აი თავარი ის არის რომ რეალურად სად მიდიოდა ეს ინვესტიციები? ხომ არ იყო ეს ინვესტიციები იმ ვთქვათ ოფშორული ზონებიდან წამოსული ინვესტიციები, რომელსაც ჩვენ საფუძველზე დარჩენილია, არსად არ წაუღია არც სააკაშვილს, არც წინა ხელისუფლებას. ერთადერთი ევროპული ინვესტიცია 500 მილიონი დოლარი ევრო ობლიგაციები 2008 წლის თებერვალში გამოცემული, რომელიც არავინ არ იცის თუ სად წავიდა. რას მოხმარდა ეს თანხები არავინ არ იცის. გადაცემის შემდეგ ჩვენ ჩავჯერთ ერთ-ერთ ავტომობილში და ინვესტიციებს ჩამოგატარებთ ბათუმის რეგიონს რო არ გავწდეთ, რეგიონს რო არ გავწდეთ, ხობულეთის შემოსასვლელიდან როგორც დავიწყებ ქართულ ინვესტიციებს გაჩვენებთ, როდესაც ქართველი ბიზნესმენები ზეწოლის ქვეშ ახორციელებდნენ, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ საოცარი შედარება წინა ხელისუფლება ზეწოლის დროს ახორციელებდა მიაღწია იმას, რომ ეკონომიკური ზრდა იყო უფრო მაღალი მაჩვენებელიც, ვიდრე დღეს ვითომზა თავისუფალ გარემოში რეალურად მაჩვენებელი. არა, მაგას გეუბნები და ინვესტიციები თქვენ ამბობთ ზეწოლის შემთხვევაში, ესე იგი თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ ზეწოლას ვახერციელებთ წინა ზეწოლას ახორციელებდა ინვესტორებზე, ესე იგი დევნიდამა და მიუხედავად ამისა საქართველოში ყოველთვიურად ფორმდებოდა ახალი საინვესტიციო პაკეტი. ამ საინვესტიციო პაკეტის უკან იდგა ქართველები, ეს იდგა ნაციონალური მოძრაობა. ეს ფული ზეციდან მოდიოდა. ზეციური მანანა იყო, ეს ზეციური ბიბლიური მანანა იყო დოლარების სახით. ნაციონალური მოძრაობას ეგონა სულ იქნებოდა ხელისუფლებაში და ფული საერთოდ მოდიოდა, მე მაგას გეკითხები. ახალაიები, გიგი უგულავა და ესეთები აკეთებდნენ ინვესტიციებს თავისი შერატონის ფედერაშვილის ის არის
კეზერაშვილის არის, ეხლა რომ ჰილტონი დასრულდა ბათუმში კეზერაშვილის არის, ეხლა რომ კეპისკი დასრულდა, ამის უკან ყველგან კეზერაშვილი დგას ამ ინვესტიციების უკან. ეხლა არ თქვათ რომ თქვათ ის რომელიც ჰილტონის გვერდით შენდება თუ აზერბაიჯანული ინვესტიციები ესეც ყველგან ინვესტიციებზე ეს არის ფობიების განსხვავება ჩვენ ვერ ნახავთ. პოლიტიკოსისგან ჩემთვის მისაღებია რომ კონდეს ფობიები და ეროვნულ ხელისუფლებას ეს არის რეალურად დამტკიცებული ფობია ნამდვილად აქვს რომ მათ სიზმარში ელანდებათ ნაციონალური მოძრაობა და თავის უშელებაში ხედავენ ჩვენ სიძლიერეს ნაციონალური მოძრაობა გადაშენდა და თუ შეიძლება არჩევნები საბოლოო დააკოროს ნაციონალური ჯერ ამას პირველ ოქტომბერს შემდეგ ამაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ და პოლიტიკურ გასაღებებზე ჩვენ საუბრობთ ეკონომიკაზე ეკონომიკაზე საუბრობთ მე მაინტერესებს და გაჩვენოთ ეკონომიკა მე მაინტერესებს მაჩვენებლო საჭარაში მე დავსვი თუ შეიძლება მე დავსვი კონკრეტული შეკითხვა ჩვენ ცოტა პოლიტიკური მასში გადავედით კამაჩი მე დავსვი კონკრეტული შეკითხვა ანუ ფაქტია თქვა დაფიქსირებული ყოველ შემთხვევაში რომ იყო და თქვა სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებელია 3%-იანი ზრდა შემდგომში გაორმაგება თქვა 6.5 და შემდეგ კიდევ უფრო გაზრდა კი ბატონო მე მეორე შეკითხვა დავსვი პარალელურად რომ ეს არის ესეც სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ მასალებზე დაღდომის ვიზახი აქ საიდუმლო არაფერი არ არის საერთო ვალი ქვეყნის გაიზარდა 380% ამ ბოლო 9 წლის განმავლობაში ხა ეს არის კრიტიკა თუ რა ანუ ამ საგარეო ვალმა რომელსაც იღებდა ქვეყანა გარკვეულწილად შეუწყო თუ არა ხელი განვითარებას ერთის მხრივ თქვა რომ ასეთი მაღალი ზრდა იყო ეკონომიკის თუ არ შეუწყო ხელი თქვა მეორეს მხრივ ცხადია რომ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას იმიტომ რომ ეს არის თქვა თუნდაც თეორიულად რო ვილაპარაკოთ იგივე პორტერის თეორიით ცხადია რომ ინოვაციურ ეკონომიკაზე გადასვლის წინა ეტაპი არის სწორედ ეს ნუ პარალელ რეჟიმში უნდა მიდიოდეს ცხადია ეს პროცესები აი ეს მაინდა იგივე თქვა საინვესტიციო პროექტებზე გაჩერებულზე როსაურს მინისტრმაც გაამახვილა ამაზე ყურადღება თქვა მე ნახე მონაცემები რომ თქვა იგივე შემოვლითი რკინიგზის პროექტში თქვა გადაგადასვლა მოხდა და 1.5 მილიარდის ეკონომიაო იძახიან გარდა ამისა თქვენ ახლა ვერ იბრძანდებოდი და ხშირად აკრიტიკებენ თქვა იგივე ამბანის კოშკთან და თქვა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის მიმართებაში და იგივე მინისტრმა თქვა რომ 25 ხარა თქვენი აქ საუბარი იმაზე რომ თვითონ თქვა რომ 35 საინვესტიციო ხელშეკრულება საურავები მოიხსნა და თქვა გაგრძელდება მათი ამაზე ვისაუბროთ მე უფრო ეს თემა მოგვაინტერესებს აღურებოდა შეიძლება დავიწყებ რაც შეეხება საგარეო ვალს საერთოდ საგარეო ვალი არ უნდა აღებინოდეს მე შეგვიძლია 60%-ს გეთახმებით და როგორც ვიცი 120%-ია იტალიაში საქართველოში არ აღემატება წინა ხელისუფლების დროსაც ხდებოდა საგარეო ვალის აღება და დღევანდელი ხელისუფლება ამაში საერთოდ კატასტროფას ვერ ხედავ ეს არის ის თემა რაშიც მე ხელისუფლებას არ გავაკრიტიკებ საგარეო ვალის აღების შემთხვევაში მაგრამ რა თქმა უნდა შევახსენებ იმას როდესაც მიზნობრიობა მაგრამ რა თქმა უნდა შევახსენებ იმას როდესაც წინა ხელისუფლება იღებდა საგარეო ვალს მაშინ ბატონი ხადური გამოდიოდა ხშირად და აკრიტიკებდა ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების გამო თუ სესხი კრედიტი ქვეყნის მიერ აღებული იდება ქვეყნის განვითარებაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკის განვითარებას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ასეთი საგარეო ვალი მიზნობრივია და ამაში მხოლოდ თუ პოზიტიური მართვა იქნება, მენეჯმენტი იქნება, ხარჯვითი ნაწილი იქნება სწორად დარეგულირებული, ეს რა თქმა უნდა ქვეყანას წაადგება, იმიტომ რომ ბევრი ევროპული და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ბევრი ევროპული ქვეყანა საგარეო ვალის მეშვეობით აღწევდა რაღაც ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ თუ საგარეო ვალი იღება მხოლოდ იმისთვის, რომ 37 დასახელებიანი მენიუებით გავმასპინდეს ბატონი ხადური სტუმრებს, მხოლოდ იმისთვის, რომ სოციალური დახმარებები გავსეთ და რაღაც მოკლებადიანი ეფექტი მივიღოთ, მხოლოდ იმისთვის, რომ დავარიგოთ ვაუჩერები და წავიდეს მდინარემ წაიღოს ის საბიუჯეტო სახსრები, რომელსაც არანაირი გრძელვადიანი პერსპექტივა არ აქვს და შედეგი არ ექნება. თუ ჩვენ იმის მაგივრად რომ დავასრულოთ ის დაწყებული პროექტები და საქართველოს მოგეხსენებათ რომ ეკონომიკურ ზრდაზე როდესაც საუბრობთ გარდა ინვესტიციებისა არის გადაზიდვები საქართველოს არის ტრანზიტული ქვეყანა. ვამბობდით რომ არასწორი მენეჯმენტი იყო
საქართველოს რკინიგზაში მე მომიწია 2 წელი საქართველოს სალოკომოტივო კომპანიაში დირექტორის მოადგილედ მუშაობა და გეტყვით რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაზიდვები, სატრანზიტო გადაზიდვები საქართველოს რკინიგზას ფაქტიურად 30%-ით თვითონაც აღიარებენ რომ შეუმცირდათ. ეს გამოდის რომ დღევანდელი მიდგომა არის ასეთი რომ წინა ხელისუფლების დროს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ვითარებაში ქვეყნის ეკონომიკა ვითარდებოდა, უფრო მეტი საბიუჯეტო შემოსავლები არსებობდა, დღეს სწორი პოლიტიკა გვაქვს, ლიბერალური ეკონომიკური განვითარება, მიდგომები გვაქვს ბიზნესთან, მაგრამ სტაგნაცია არის ეკონომიკური. ჩვენ როგორც თქვენ ბრძანეთ, საერთოდ გამიკვირდა პოლიტიკურ განცხადებას, როდესაც აკეთებთ როგორც ექსპერტი. თქვენ ბრძანეთ, რომ წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა და ბიუჯეტი 9 მილიარდიდან 9 მილიარდამდე გაიზარდა და ამასაც გეტყვით, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ბიუჯეტის გაფლანგვას და ბიუჯეტის მოპოვებას დამერწმუნეთ 9 მილიარდიდან 9 მილიარდამდე საქართველოს. თუ თქვენთვის ესეც ილუზორული ციფრებია, მოგახსენებთ მეორესაც, როდესაც გაჩერდა თქვენს მიერ ნახსენები რკინიგზის შემოვლითი გზა, როდესაც ავტობანი, მითხარით, რამდენი კილომეტრი ავტობანი მოემატა 2012 წლის საქართველოს. სადაც გაჩერდა გორთან, იმის შემდეგ თქვენ ალბათ თუ გიწევთ თბილისში სიარული ერთადერთი ერთი მონაკვეთი დაემატა, რაც მე ვნახე ყოველ შემთხვევაში თბილისში მიწევს კვირაში ერთხელ მანქანის სიარული, ეს არის ქობულეთის ერთი მონაკვეთი, არ ვიცი, ალბათ 5-6 კილომეტრიანი, შეიძლება 14 თუ არ ვცდები. ამდენად სატრანსპორტო შემოსავლები შემცირდა. გავანებო საერთოდ მე გეუბნებით ბათუმის სპორტის მონაცემებს. მე საერთოდ პოლიტიკური განცხადება არ გამიკეთებია, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გესაუბრებით. გეუბნებით რომ ბათუმის სპორტში შემოსავლები შემცირდა, იმიტომ რომ არასწორი მენეჯმენტია რკინიგზაში. რკინიგზამ ტარიფები გააორმაგა. იცით თქვენ რომ საქართველოს რკინიგზამ 1 წლის წინ გააორმაგა ტარიფები. ამას შეზღუდა უკვე დაიწყეს აზერბაიჯანმაც, ყაზახეთმაც, სომხეთმა დაიწყეს ალტერნატიული გზების ძიება. იმდენად ძვირი გახადეს, რომ ამის მიუხედავად და იმის მაგივრად რომ გაზრდილი ტარიფებით შემოსავალი თუნდაც 50%-ით შემცირებულიყო, გაზრდილიყო 30%-ით შემცირდა. და თქვენ ამას უძახეთ, რომ ეს არის სწორი სტრატეგია ეკონომიკური განვითარების, რომ დღეს რკინიგზის მენეჯმენტი, რომელსაც რეალურად მართავს ბიძინა ივანიშვილის რუხი კარდინალი, დეიდაშვილი, მამაცაშვილი, ძალიან კარგად ყველამ ვიცით, თქვენ ამბობთ, რომ ესე იგი მათი სწორი მენეჯმენტი 30%-ით შემოსავლები შემცირდა, უამრავი გაიზარდა უმუშევრობა ბათუმის სპორტიდან დაწყებული. მე პირველ რიგში არ მაინტერესებს რაღაც ფისკალური მაჩვენებლები. ჩემთვის მთავარია, როგორც ამ ქალაქის მკვიდრისთვის, რომ ჩემს ქალაქში იყოს უფრო მეტი ადამიანი დასაქმებული და მე დღეს ვიცი უამრავი ადამიანი. მე ვიცი 300 არ ვამბობ ნაციონალურ მოძრაობაზე, მე გეუბნებით მარტინ ბლოკერებზე, რომელიც ბათუმის სპორტში მუშაობდა და 300 ადამიანი დარჩა დღეს უმუშევარი. მე ვიცი გადამზიდის საკონტეინერო კომპანიაში, რომელიც არის უბრალოდ ურითმოთრეული. რკინიგზასთან დაკავშირებით ახლა. რკინიგზა თქვენთვის ყველაფერი პულით მორთეული, რაც თქვენ არ გაიზარდეთ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი საქართველოს, რომლის გაყიდვაც სურდა წინა ხელისუფლებას, რომ არა შეერთებული შტატების დაჟინება და უნდათ სხვადასხვის მიეყიდათ რუსეთისათვის, იმიტომ რუსეთმა წინასწარ შექმნა სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი და სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი უნდა შეერთებულიყო და შევსებულიყო საქართველოს რკინიგზით, მაგრამ საბედნიეროდ არ განხორციელდა ბენდუქიძის იდეა საქართველოს რკინიგზისა და მაგისტრალური გასადენის გაყიდვის შემთხვევაში, რომელიც გაყიდვაც სურდა თქვენ კარგად გასწავლოთ. ეს არ არის უნდა გაყიდული ჭორი და მე რა ვთქვი ჭორია ხო ეს ადამიანები ბლოკერები რომ ბათუმის სპორტში უმუშევრები არიან ის ჭორი ყოფილა და თქვენ რომელსაც ამბობთ რაღაც თეორიებზე ასავალი სტატიდან ამოღებული სტატისტიკას ეს სიმართლე არა როგორ გავონებოთ ნაცნობებს როგორ გენდო ფაქტებით მიხარით არა ის საიდან გენდო მე შევიდე მარსზე ცხოვრება ჯერა თქვენ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზის აქციები უნდა გაიყიდოს ლონდონის ბირჟაზე და ერთადერთი მყიდველი არის რუსეთის რკინიგზა. ასევე განაცხადა, რომ სტრატეგიული გასადენი, ჩრდილოეთის სამხრეთი გასადენი უნდა გაიყიდოს და შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა, რომელიც ის ამ გასადენის რეაბილიტაცია დაფინანსებული იყო. რუსეთის პრობლემა გაქვთ, რომ რუსეთმა იყიდოს ეს აქციები თუ ზოგადად თქვენ აინტერესებს როგორც ეკონომისტს კითხოთ, რომ პრივატიზებაც ფობიათ უყურეთ, რომ არაერთი პრივატიზება როგორც ჩვენ თემიდან გადავდივართ მეგობრებო ეს არ არის პრივატიზება და არ თქვა ეკლა ეს ყურითმოთრეულია ძალიან ხო თემიდან გადავდივართ მე მეგონა რომ ეკონომისტებთან ვისაუბრებ მაგრამ თქვენ მესაუბრებით რომ სინდისის გაყიდვა რაშვაშე პრივატიზებასთან ესე იგი თქვენ საერთოდ თქვენ ინვესტორს არა ხო და თქვენ მოიყვანეთ ერთმანეთს თქვენ ხედავთ რომ ჩვენ საუბარში დღეს
საერთოდ ინვესტიციების წარმომავლობასთან გაქვთ ფობიები. ბევრჯერ ახსენეთ, რომ არაბული ინვესტიციები გაშინეთ, თურქული ინვესტიციები გაშინეთ, აზერბაიჯანული ინვესტიციები გაშინეთ, მათ შორის რუსული ინვესტიციებიც. მე არ რუსული ინვესტიციების მეშინია, არც აზერბაიჯანული. თუმცა ჩვენი ხედვა მაგიოდა სისტემა რუსული ვინმე ჩამოვა მილიარდობით თანხას ჩადებს. ჩვენ სპორტში, ჩვენ რკინიგზაში თუ ეს იქნება ბიზნესი პოლიტიკისგან თავისუფალი ფული, რა თქმა უნდა, თუ შეიძლება გაზპრომი რომ შემოვიდეს როგორც ერთ-ერთი დიდი ინვესტორი საქართველოში, ის პოლიტიკისგან თავისუფალი იქნება გაზპრომი? ერთ კითხვა დღეს ყველაზე დიდი პოლიტიკური ფული რაც კი შემოვიდა საქართველოში, დღევანდელი ხელისუფლება მოიყვანა ამ ფულმა და მაშინ თქვენ თვლით რომ შეიძლება არაპოლიტიზირებული ფული კონდეს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ამჟამად მოქალაქეს და თქვენ კითხვაზე მიპასუხეთ, თქვენ მეუბნეთ რუსული ფული არ შეიძლება იყოს პოლიტიზირებული. გამემოწმოთ რომ რუსული ინვესტიციები არ შეიძლება იყოს პოლიტიკისგან შორს. მოდით, მე მინდა კითხოთ კონკრეტულად ძალიან პრემიერ-მინისტრის ფული პოლიტიზირებულია ძალიან ბატონო პაატა და ბატონო ირაგლი. შემოსული ენერგოფული. ხო და გეკითხებით თქვენ ჯერ მიპასუხეთ პრემიერ-მინისტრის მიერ ნაშოვნი რუსული ფული მილიარდები, რომელიც შემოვიდა საქართველოში არის პოლიტიზირებული თუ არა? და ემსახურება თუ არა პოლიტიზირებას? შემოსული ფულს არა აქვს. ხო და მე პირიქით ვზანებ და თქვენ მითხარით რომ აქვსო პოლიტიკური და მაშინ თქვენ მიპასუხეთ მაშინ გამოსო პრემიერ-მინისტრის ფულსაც აქვს პოლიტიკური. არა ის კერძო ფული არა, ის სახელმწიფო მაგას შევა. საბრძოლო ვიღაცა თუ კერძო კომპანია იყიდის, გაზპრომი არ მაქვს საუბარი თუ იყიდი და რკინიგზას დაუწევს პოლიტიკა რუსეთის სახიან თემ სოფლიოში. არა მე თუ შეიძლება არავინ არაფერებს და არაფერს მიყიდვა. თუ შეიძლება ბატონო პაატა და ბატონო ისთვის უნდა მოიყიდათ აბა. ჩრდილოეთის სამხრეთის გასადენის ჩვენ გადაცემაში ჩვენ საუბრობთ ჩვენ გადაცემაში ბატონო პაატა თუ შეიძლება ბატონო თუ შეიძლება შეგეხვამი და ჩვენ გადაცემაში საუბრობთ ჩვენ ძირითადად აი სტრატეგიულ თუ შეიძლება მეც ვიტყვი, იმიტომ რომ ცოტა თქვენი ცოტა ესეთი ემოციები დავაცხრო და ცოტა დაგამშვიდოთ. ჩავერთვები ჩემი, იმიტომ რომ მე დირიჟორი ვარ გადაცემის ჩათვალეთ, თუმცა ჩემას არ ვიძახი, პირიქით ძალიან საინტერესოდ მიდის ფიქრობ გადაცემა, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, მე მინდა გითხრათ, რომ აი თქვათ იგივე თუ საუბრობთ რკინიგზასთან და პორტთან დაკავშირებით, ახლა ის სტატისტიკური მონაცემები, იმიტომ რომ მე საკმაოდ ხრამად ჩავიხედე ამ საკითხებში და თქვათ გადაცემები, არაერთი გადაცემა მიუძღვნით, რომ თქვათ იგივე იმპორტის, როცა ორჯერ უფრო ჭარბობდა ტრანზიტი იმპორტს 2009-ში თითქმის გათანაბრება მოხდა 5-6%-იანი სხვაობა იყო, მხოლოდ ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელი იყო და იგივე 2009-ში და 2010-ში მიუხედავად ტვირთების შემცირების დინამიკისა მოიმატა ფინანსურმა შემოსავლებმა როგორც ფოთის სპორტის, ისევე ბათუმის სპორტის ცხადე ხეს იყო გადასახადების ზრდის შედეგად. ეხლა ის გარკვეული შეიძლება სპორტის ტაქტიკა იყო, იმიტომ რომ ცხადე ფინანსური კრიზისის გამო და რაღაცის გამო, თუმცა ეს არის ფაქტი, ასევე დადასტურებული. ეხლა რაც შეეხება თქვათ რკინიგზის ცალკე საერთოდ ცალკე სასაუბრო თემა, მე კიდევ ერთხელ მინდა უბრალოდ დაუბრუნდეთ ძირითად თემატიკას ის რაზეც ბატონო მინისტრმა ელაპარაკა და აი გადავიდე უფრო თქვათ უფრო აი იმ საპროგნოზო მაჩვენებლებზე, რომლებსაც როგორც ქვეყანამ, ასევე რეგიონმა უნდა მიაღწიოს. იყო თუ არა სხვაობა, აი ერთიანი დოკუმენტი შემუშავდა და პარალელურად მუშავდებოდა თქვათ იგივე ნარმანიას სამინისტრო, ინფრასტრუქტურის და რეგიონული მართვის სამინისტრო პარალელურ რეჟიმში მუშაობდა რეგიონის განვითარების სტრატეგიას. და იყო რაღაც გარკვეული შეთანხმებული სისტემური მიდგომა. ანუ აი ამაზე მინდა უფრო ვისაუბროთ. ანუ საქართველოს როგორც ერთიანი თუნდაც ლოგისტიკური ცენტრი ხაბი, სადაც მთლიანობაში უნდა მოიყაროს ამ შემავლა გამომავალ მატერიალურმა ნაკადებმა თავი და მეორეს მხრივ ჩვენი რეგიონი, როგორც ერთ-ერთი მისი შემადგენელი ნაწილი. ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკა და რეგიონის ეკონომიკური პოლიტიკა, რაზეც ისაუბრა ბატონმა დავითმა. აი ამ სისტემურობის კუთხე. ყველაზე დიდი პრეტენზიები, რომელსაც ექსპერტები უყენებენ და მე არაერთ ექსპერტი მყოლია გადაცემაში თქვა წინა ხელისუფლებას, არის თქვა სპონტანურ რაღაცების პროექტების კეთება და არა თქვა რაღაც სისტემური მიდგომა. მეორე პრეტენზია, რომელიც იყო ასევე გამოთქმული თქვა წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში, ის იყო ეგრეთ წოდებული ლიბერტარიანული მიდგომა. ანუ კი ბატონო, ეს თეორიაც არსებობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ის გარკვეულ შედეგს გვაძლევს, თუმცა სახელმწიფო რეგულაციების გარეშე მეორე მხრივ თქვა არც ერთი ქვეყანა. ანუ იდეალური ფორმულა, რომელსაც თქვა ამბობენ და პრეტენზიად უყენებენ, არ მუშაობდა იდეალური ფორმულა, ეს არის სოლიდარული საზოგადოება
სადაც სახელმწიფოს აქვს მხოლოდ მარეგულირებელი ფუნქცია. აი ამაზე თუ შეიძლება რა რომ ვისაუბროთ და თუ დაართობ შვიდადად პოლიტიკურ დებატებში ნუ გადავიდეთ. ციფრებზე მინდა ვისაუბროთ. რიგში უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აუცილებელია აი თქვენ ბრძანეთ რამოდენიმე დოკუმენტი. პირველი ეს არის საქართველოს განვითარების სტრატეგია 2020 წელი, ეს არის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს და რეგიონული განვითარების სამინისტროს დოკუმენტი და ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების დოკუმენტი. ამას აუცილებლად უნდა დაემატოს ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების შესახებ დოკუმენტი. ახლა ნებისმიერ ქვეყანაში, წამყვან ქვეყანაში, ნუ განვითარებად ქვეყნებში არსებობს დარგობლივი რეგულირების კანონები. ანუ ჩვენ გვაქვს თქვა იგივე ევროპაში, ძირითადად ქვეყნებში, თუნდაც ისრაელში ჩვენ გვაქვს სოფლის მეურნეობის ეკონომიკური სახელმწიფო რეგულირების ძირითადი მიმართულების შესახებ კანონები. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ესეთი კანონები, მაგრამ თავარი მინუსი, რაც დღეს ხდება, ეს არის ის, რომ სახელმწიფოს ჯერ არ მიუღია კანონი ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირების შესახებ. ეს არის აი ეს უმთავრესია, მაგრამ ეხლა ნებისმიერი საბაზრო თეორია შეგვიძლია ავიღოთ და წმინდა ბაზარი არსად არ არსებობს. იქ აუცილებელია სახელმწიფოს მისი როლი კონდეს. იგივე საკანონმდებლო ფორმით იქნება ეს თუ ანტიმონოპოლიური საქმიანობით იქნება თუ ნებისმიერ. ეს უნდა აისახოს კანონმდებლობაში და საერთო ჯამში უნდა ითქვას ის ფაქტი, რომ ყველა ეს დოკუმენტი ერთად აღებული, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, შეგვიძლია ამ დოკუმენტებმა მოგცეს ის ოპტიმისტური სცენარი, რასაც ქვია ის, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარება მოხდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, იგივე 2020 საქართველოს სტრატეგია 2020 ხელისუფლებას არ ქონდა ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი. საიღო მიზეზი. კონკრეტულად რომ ძალიან ცოტა დრო რჩება და ბევრი შეკითხვებია შემოსული. ეხლა 2020 გაუქმდა ინდიკატორი. ბათუმის განვითარების სტრატეგია იყო. ბათუმის განვითარების, აჭარის განვითარების 2015 წლამდე 2020 წლამდე ეს არსებობდა და მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ეს დოკუმენტი შეიქმნა, მე გახდით საქართველოს ელჩი საბერძნეთში, ზუსტად 2012 წელს, როდესაც მომიწა დაბრუნება და პირველ ეტაპზე, როდესაც ნაციონალური მოძრაობა გადავიდა ოპოზიციაში, ჩვენ ეს დოკუმენტები აჭარის მთავრობიდან მივიღეთ როგორც პარტიამ, რათა გავცნობოდით და ჩვენს პოლემიკაში ზუსტად ქონოდა საფუძველი, ასე რომ ესეთი დოკუმენტი ვიწრო ლოკალურ დონეზე არსებობდა აჭარის განვითარების, ბათუმის განვითარების, ძირითადად იყო რეგიონალური განვითარების კონცეფცია, რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა ამაში კომპეტენტურ პასუხს ნამდვილად ამ მომენტში ვერ გაგცემთ, მაგრამ მე მიუდგები უფრო პრაქტიკული თვალსაზრისით. ჩვენ საუბრობთ დღეს სხვადასხვა კონცეფციებზე, სხვადასხვა სტრატეგიულ ხედვებზე, რომელიც ხახალდათ რჩება, იკინძება ძალიან დიდ ტომებად, მაგრამ რეალურად პრაქტიკულ განხორციელებას ეს ვერ ჰპოვებს ხოლმე გამომდინარე პრაქტიკიდან. ჩვენ საქართველოში რა თქმა უნდა კარგია, მე მივესალმები, როდესაც რაღაცები იწერება, მაგრამ ამ ნაწერის, ამ შინაარსის იმპლემენტაცია თუ არ მოხდა, თუ ჩვენმა მინისტრებმა ხელები არ დაიკაპიტეს და არ დაიწყეს რეალური რეფორმების განხორციელება და მხოლოდ 20 წლიან, 40 წლიან, 60 წლიან და ჩვენ შვილიშვილებზე გათვლილი კონცეფციების წერას არ დაანებებზე უფრო ხალხში გამოვიდნენ იმ პრობლემატიკას შეხედეს თვალებში, რაც ჩვენი დღევანდელი საზოგადოება დგას, მაშინ რა თქმა უნდა ეს სტრატეგიები დაიწერება, ეკონომისტები დააწესებენ თვითკმაყოფილებაში ჩავარდება დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ პარალელურ რეჟიმში იმ თეორიების ფონზე გაიზრდება უმუშევრობა, სოციალური დონე, ინფლაცია გაიზრდება, რაც რის რეალური საფრთხების წინაშე დღეს საქართველოს დგას. ჩვენ ერთი უსამართლობა დღევანდელ გადაცემაში არის, რომ სამწუხაროდ პატივცემულ მინისტრი მარტო საუბრობდა და დღეს ჩვენ ვეკამათებით მხოლოდ ქიმერას, რომელსაც პასუხისგაცემის საშუალება არ აქვს და რა თქმა უნდა ეს უსამართლოა მინისტრის წინაშე, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რაღაც კრიტიკული აზრი სხვადასხვა მის პოსტულატთან დაკავშირებით და რეალურად ის პასუხს ვერ გავცემს და ამდენად რა თქმა უნდა ეს ართულებს ჩვენს პოლემიკას. მე თეორიებს თავს დავანებებ, არა ვარ თეორეტიკოსი, არამედ უფრო პრაქტიკული პოლიტიკის გამტარებელი ვარ და ხშირად მიწევდა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყავდა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. მე ორ კითხვას დაუსვენდი რეგიონალური ეკონომიკის განვითარების მინისტრს. მე მოველოდი მხოლოდ არა იმას, რომ ეკრიტიკებინა ძველი ხელისუფლების მიერ მოზიდული ინვესტიციების ავკარგიანობა, არამედ დაესახელებინა თუნდაც ერთი ინვესტიცია, რომელიც მათ განახორციელეს ბოლო 2 წლის განმავლობაში. ან კიდევ ერთი, ან დაესახელებინა ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობდა რეგიონში. მე ხო დაგისახელებთ, თუ ამის ნებას მოცეთ, რამოდენიმე გაჩერებულ პროექტს, როგორც ქალაქის მერის
დონეზე, ასევე რეგიონალურ დონეზე, რომელმაც რეალურად შეაფერხა ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქალაქის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს, განვითარება. პირველი ხშირად გვაკრიტიკებდა მინისტრი, რომ სხვადასხვა ხელშეკრულებები და პრივატიზება არასწორად ფორმულირება ხდებოდა ხელშეკრულებების. დღევანდელი ხელისუფლება მიუხედავად იმისა, რომ 1 ლარიან გასხვისებულ ქონებაზე აკრიტიკებდა წინა ხელისუფლებას, მან ვიცით, რომ 15 ობიექტი გასცა მანდარინის გადასამუშავებელი საამქროების შესაძენად. პრემიერ-მინისტრი რეგიონის მმართველი რამოდენიმეჯერ იყო ჩასული ალამბარში მანდარინის გადასამუშავებელ მიმღებ პუნქტში, სადაც ვინმე ბატონ გოგიტიძესთან, რომელიც გვამახსოვრებდა თავისი კობოური ქუდით, ჯერ თვითონ გახსნა მერე ეკონომიკის მინისტრთან გახსნა, მერე მესამეჯერ პრემიერ-მინისტრი ჩაიყვანა და ფაქტობრივად მთელი პოლიტელიტა ჩავიდა და ამაყობდა ამ ეკონომიკური გარღვევით. რამოდენიმე დღის წინ ჩვენ ნახეთ ბატონი გოგიტიძის ინტერვიუ, რომელსაც თქვა, რომ არასწორად იქნა ხელშეკრულება გაფორმებული და ის უკან უბრუნებს ამ ერთლარად, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ათეულობით 1000 ინვესტიციები ჩადო, ის უკან უბრუნებს ხელისუფლებას, რადგან ის იყო არასწორად ეკონომიურად არასწორად გათვლილი პროექტი და 15-ივე ერთლარად გაცემული პროექტი უბრუნდება ეკონომიკის სამინისტროს ისე უკან. ეს რაც ნიშნავს, რომ სწორად იყო, სწორი ეკონომიკური გათვლებით იყო გაცემული და ამაში არ არის მინიშნება იმაზე, რომ დანაშაულებრივად იყო გასხვისებული, არასწორი გათვლებით იყო. პასუხს ვინმე აგებს დღევანდელი ხელისუფლებამ იმ არასწორ გადაწყვეტილებაზე, რომელიც თავრობის თავმჯდომარე მიიღო ერთლარად გასცა და დღეს ისე უკან უბრუნდება და მომავალ წელს მანდარინის სეზონი რამოდენიმე თვეში იქნება და ჩვენ საერთოდ არ ვიცით რა მოხდება. ეს სეზონი ასე თუ ისე მიჩუმად და რაღაც ფულები დარიგდა და მაგაზეც მინდა გამომახვილო, რომ იყო გამოყოფილი 10 მილიონი ლარის სუბსიდირება ბათუმში დაზიანებულ მანდარინზე და მოკლედ მოსახლეობის ანაზღაურებისთვის. 10 მილიონიდან მხოლოდ 240,000 ლარის აქტისება მოახდინა დღევანდელმა ხელისუფლებამ. 9 მილიონზე მეტი ლარი დევს ისევ ბიუჯეტში. ფული არსებობს, მაგრამ ეს ფული არ მივიდა მოსახლეობამდე. მოსახლეობა კვლავ დაზარალებულია. მათ ვერ მიიღეს ისევე როგორც კახეთში ვიღაც გლეხებმა მიიღეს სუბსიდირება ვენახთან დაკავშირებით. აჭარელმა გლეხმა ვერ მიიღო ეს სუბსიდირება. მან ვერ მიიღო ის სარგებელი იმ ზარარის ასანაზღაურებლად. ეს ერთი პროექტი. ეხლა მეორე პროექტზე გეტყვით. ბათუმში 2 წელია ერთი კაპჩა სამუშაოები არ ჩატარებულა ჭაობის ტერიტორიაზე. KfW-ის პროექტი იმისა მიუხედავად, რომ ბიუჯეტში თანხები არსებობდა, ვერ წავიდა წინ. ვინ დაზარალდა? ისევ ბათუმელები. და მინისტრი ხოლმე აკრიტიკებს, რომ თუმცა ჩვენი ხელშეკრულება მე ვთქვი, რომ თავის ხელშეკრულებებს შეხედეს. ორი წუთი გვაქვს და ზემო აჭარაში შენდება ჰიდროელექტროსადგურები. ეს ის დროს მოზიდული ინვესტიციები მაინტერესებს. მიშას დროს. არა, მიშა. მე ხომ არ გეუბნები თქვენ ეკონომისტებს ძალები. მე მაქსიმალურად მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ პოლიტიკოსი. მე ციფრებზე საუბრობ, სულ არ მიკრიტიკებია პოლიტიკურად ხელისუფლებას. ინდური ინვესტიციები, რომელიც შემოვიდა ბანკის არამხოლოდ და EBRD-ის შემთხვევაში. მე იმას კი არ ვამბობ, კარგია რომ შემოდის, მაგრამ მე არ არის ზემო აჭარაში. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ იქ ის სამუშაოები და პლუსამაც გადადებითი გზავს ის ტექნიკა, რომელიც დარჩება იმ ზემო აჭარის ტერიტორიაზე, ხა წინა ხელისუფლების შემოყვანილ ენერგეტიკულ პროექტებზე. კი და მაგდროც არის წინა ხელისუფლება მოაწერა ეს ხელშეკრულებები, მაგას ვამბობ. მე მივესალმები მაგას, რასაც ამბობ, უბრალოდ ამ ხელისუფლებას მომიაწერთ ამას. ჩვენ რა არის იცით და ის რაც 9 წლის განმავლობაში ვერ გაკეთა წინა ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობაში კეთდება წელიწადნახევრის კონკრეტულად ის ქედის პომიდორი შეჭამს წელს ვერა, მაგრამ წელს კი გეკნება და ქედის პომიდორი იქნება და პანელიც იქნება, რა თქმა უნდა. ეხლა ეს არის სოფლის მეურნეობის პროექტები, ის პროექტები, რომელიც და ის თანხები, რომელიც წავიდა რეალური მატერიალური დოვლათის შექმნისაკენ და არა იმისაკენ, რომ ვიღაცას სასტუმრო აიგო, ის სასტუმრო ზაფხულობით გამოდიოდა, რომ 100% იყო დატვირთული, შემდგომ როდესაც მოგების გადასახადის დრო დგებოდა, აღმოჩნდებოდა, რომ თუმცა 60% ყოფილა მხოლოდ დატვირთული, როგორც იტყვიან 5 მილიონი ტურისტი იყო საქართველოში ჩამოსული და ასე შემდეგ. ეხლა მაგრამ 5 მილიონი ტურისტზე დღევანდელი ხელისუფლება ამოსულ კი 5 მილიონი იყო და 10%-იანი დაგვაქვსო და მაშინ მაშინ 5 მილიონი ტურისტი კი არ იყო 2 მილიონი და ეხლა გვაქვს 2 მილიონი და 20 ტურისტი. რა არის იცით და თვითონ ტურისტების დათვლის მექანიზმი უნდა შეიცვალოს პირველ რიგში. მე შეცვალო, ვისაც არ მოწონს ეს მექანიზმი, რატო არ ცვლია? იცვლება. ჩვენ მე ხა იმაში არო ჩვენ მართლა ერთი ნოვაცია მინახია ხელისუფლებას. ჩვენ არ გინდა დანახვა რაც კეთდება. რატო მე მინდა რომ შემოსავლები გაიზარდოს ჩემს შემოსავლებს. ეს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი განაცხადებს, რომ
პრეზიდენტს ის არის მისთვის ჩვენ მივხედოთ ჩვენ პრეზიდენტს ჩვენ მართლაც ჩვენ ეკონომიკურ მინისტრს მარაზმში რო არის იმას დავეხმაროთ რომ რეალურად ინვესტიციებზე ჩვენ ვზარალდებით გავანებოთ ყოფილ პრეზიდენტს ჩვენ მივხედოთ ჩვენს ეკონომიკის მინისტრს რომელიც რატო არ განებებს ერთადერთი ინვესტიცია რადგან ხორციელდა დღევანდელ საქართველოში არის ბიბლიოთეკა რომელიც ერთადერთი შენობა რომელიც გაიხსნა ბოლო წლის განმავლობაში და თუ ეკონომიკ არა ნუ ეხლა სააკაშვილმა მიბაძა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ის მიბაძა ამათ ვიღაცას მიბაძა და რაღაცა გახსნა ერთი რაღაცა გახსნა ძვირფასობა მაგას ვამბობ ამათ ვიღაცას მიბაძა ეხლა რა არის იცით ეხლა სააკაშვილი ბიბლიოთეკა არ მოგწონთ ის არ გავანებოთ მოწონებაზე არ არის შემაშვილების შევა ბიბლიოთეკაში დაიკითხა ინგლისურად აღწედა თამაში ცოტა რა ყოფილიყო სააკაშვილი ხო ვერავინ შევიდოდა ქართულში კაცო ამად გახსნა ახალი საკითხი გახსნა ახალი გზა ეს არის მარაზმი როდესაც სააკაშვილი ეტოლება ტრუმენს რომელმაც გავანებოთ ამ სააკაშვილის მისთვის არის ის ადამიანი მისთვის ფერანებებს თავს ჩვენ თქვენსილობ ჩაყვეთ ადამიანები რომლებიც რეალურად არაფერს უაში არ არის პრობლემებს სამწუხაროდ რო ამოიძა იმდენი თემები იყო ეხა გამოწერილი მქონდა თუმცა ვერ მოვახერხე ძალიან რთულია როცა ზიხარ თქო პოლიტიკოსებთან და ის საცხარე დემაგოგია ძალიან რთულია თუმცა მე ალბათ პოლიტიკის გარეშე არ არსებობს გეთახვები და ეს საკუთარ ცნობილია რომ ეკონომიკა არის ყველაზე დიდი პოლიტიკა და ცხადია ყოველთვის მოყვება ხოლმე ცხარე განხილვა მე ვფიქრობ ალბათ რომ სავარაუდოდ ჩემი გადაცემაც უნდა მიუძღვნათ ამ ინტერვიუს იმიტომ რომ მაინც შეფასებითი მხარე ნაკლები იყო გარკვეულად გაამახვილა გარკვეულ პროექტებზე მე ძალიან მინდოდა გვესაუბრა იგივე ეკონომიკურ ობსერვატორიაზე იმიტომ მართლა ძალიან სერიოზული საინტერესო პროექტია ვთქვათ დასაქმების ბაზრის შესწავლა ანუ არის რაღაც მიმართულები ტექნოპარკი იქნება პირველი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო ინოვაციურ სტრატეგიაზე მუშაობა ანუ ეს კი პარტიკული მიმართულება კარგია მაგრამ რაღაც თეორიის საფუძველის გარეშე მაინც რთულია ამის გაკეთება იგივე თქვათ ის ინდიკატორები უფრო მაინტერესებს მაგალითად ის იმ ინდიკატორებთან მიმართებაში რა მექანიზმების ამუშავება იქნება საჭირო აი ამის გაგონება უფრო აინტერესებს მოსახლეობას იმიტომ რომ ერთ რამეში გეთახვებით ბატონო რაკლი ნამდვილად რომ ჩვენს ტელემაყურებელს ჩვენს გადაცემაში აინტერესებს ის როგორ რა გზები დაისახოს და რა მექანიზმები ამუშავოს თქვათ ხელისუფლებამ იმისთვის რომ კეთილდღეობა ანუ კეთილდღეობის ინდექსი რომელიც სამწუხაროდ უნდა ვაღეროთ რომ დაბალია და ჩვენ ამ კუთხით იგივე ბოლო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებს თუ დავიწყოთ საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში ვართ 96 ადგილზე ვართ სამწუხაროდ და გაგვასწრო პრაქტიკულად ყველა პოსტსამჭოთა ქვეყანა რამოდენიმე თურქმენეთის და ყირგიზეთის გარდა აი ამის გამოსწორების ძებზე ერთობლივად ვისაუბროთ და ალბათ უკეთესი იქნებოდა რომ კრიტიკისტვის უფრო ნაკლები დრო დაგვეთმოდა უფრო მეტი გვესაუბრა ამ მექანიზმებს. სავარაუდოდ გავაგზავნებთ ამ თემაზე და ბატონ მინისტრის ინტერვიუზე საუბარს მომავალ გადაცემაში. მაყურებელს ერთი კვირით მშვიდობებით, კეთილი სურვილებით, კარგად სანდებოდეთ.